მოგესალმებით კოლეგებო, ვიწყებთ რეგიონალური პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის სხდომას. დღის წესრიგით განსაზღვრული არის 6 საკითხი. თუ არა გაქვთ დღის წესრიგთან დაკავშირებით რაიმე შენიშვნა, გთხოვთ დავამტკიცოთ დღის წესრიგი. მადლობთ. პირველი საკითხი გახლავთ საქართველოს პარლამენტის წევრების არჩილ გორდულაძის, თორნიკე ჭეიშვილის, რატი იონათამაშვილის, ალუდა ღუდუშაურის, დავით მათიკაშვილის, გურამ მაჭარაშვილის, აკაკი ალადაშვილის, თენგი შარმანაშვილის და ალექსანდრე ტაბატაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტი, საქართველოს ორგანულ კანონის პროექტი, საქართველოს საარჩევნო კოდექსი და მის თავმდევი საქართველოს ორგანული კანონების პროექტები, რეფერენდუმის შესახებ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, საქართველოს ორგანულ კანონში ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი ცვლილების შეტანის შესახებ, საქართველოს კანონის პროექტი, მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ. მომხსენებელი დავით მათიკაშვილი. გთხოვთ ბატონო დავით. მოგესალმებით კოლეგებო, მივესალმებით ამ საზოგადოებას, რომელიც გვიწყერს მედიის მეშვეობით. წარმოგიდგენთ პაკეტს საკანონმდებლო ცვლილებებისა, რომელიც ძირითადი არსი ეხება საარჩევნო კოდექს, არის ასევე თანდართული კანონპროექტები, რომელთაც აღარ ჩამოვთვლი. ბატონმა თავმჯდომარემ საკითხის დასახელებისას ის სრულად ჩამოთვალა. მე დავიწყებ საარჩევნო კოდექსით, უпростоრად როგორც პაკეტს ისე წარმოგიდგენთ პრინციპების დონეზე, პირველი მოსმენით, როგორც არის გათვალისწინებული საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით. საქმე ეხება საქართველოს საარჩევნო კოდექსის გადამუშავებულ ვერსიას. მოგეხსენებათ 2011 წელს იყო მიღებული საარჩევნო კოდექსი, მას მერე 100-მდე ცვლილება განიცადა ამ დოკუმენტმა, რომელთა გარკვეული ნაწილი საჭიროებს გადამუშავებას და სისტემატიზაციას, არის გარდამავალდებულებებში არსებული ნორმები და მოთხოვნები, რომელზედაც არის გადაწყვეტილება მიღებული და გთხოვთ ხარდაჭერას, რომ ის არა გარდამავალი, არამედ მუდმივ დებულებებში გადაინაცვლოს საარჩევნო კოდექსის, არის ასევე პრინციპული საკითხები, რომელიც ეხება უცხოეთში საარჩევნო უბნების გახსნის საკითხს, უпростоრად ამ საკითხის გადმოტანა საქართველოს ფარგლებს შიგნით და ასე შემდეგ. მე თქვენ შევეცდები წარმოგიდგინოთ ძირითადი ცვლილებები, რომლებიც პრინციპების დონეზე არის გათვალისწინებული და ბუნებრივია კითხვების შემთხვევაში მზადვარ გაგცეთ პასუხი ასევე იმ მნიშვნელოვან საკითხზე, რომელიც გახდა ინსპირაცია გარკვეული რჩევების თუ დიალოგების თუ მოკლედ წიაღსვლების, მაგაზეც ბუნებრივია უფრო დაწვრილებით გესაუბრებით. კანონის შესაბამისად სუსტდება ზოგიერთი ტერმინის განმარტება, მათ შორის არჩევნების, რეფერენდუმის, პლებისციტის, საქართველოს სახელმწიფოს საზღვრებში გამართვის კუთხით. პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიზნით სუსტდება ფოტო-ვიდეო გადაღების წესი, კერძოდ კანონპროექტის თანახმად გინდება, რომ საარჩევნო უბანზე ფოტო-ვიდეო გადაღება არ გულისხმობს აუდიო მონიტორინგს. ვიცით ჩვენ, რომ ფოტო-ვიდეო გადაღება ჩვეულებრივ დაშვებული, იმ ფარგლებში რაც არის წესკოს მიერ გათვალისწინებული, თუმცა ეს არ გულისხმობს აუდიო ჩაწერას, რომელსაც სამწუხაროდ ჰქონდა ადგილი ცალკეულ შემთხვევაში, რაც ბუნებრივია ეწინააღმდეგება როგორც პრინციპს საჯაროების, ასევე იმ წესებს, რაც არის წესკოს მიერ დადგენილი. გინდება, რომ სათანადო სამართლებრივი საფუძვლების არსებობისას განკარგულებას საჩივრის განხილვა დატოვების შესახებ გამოცემს შესაბამისი კომისიის თავმჯდომარე, კერძოდ საჩივრის განხილვა დატოვება დაკავშირებულია საარჩევნო კანონმდებლობის კაფეო დადგენილი მოთხოვნის შეუსრულებლობასთან, შესაბამისად მიზანს შეწონილია საჩივრის დაშვების საკითხის შესწავლა და სათავო გადაწყვეტილების მიღება განახორციელოს შესაბამისმა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ეს მართვის პროცესების წარმართვის მოქნილობის და ეფექტურობის მიზნით ხორციელდება ეს ცვლილება. საარჩევნების სათანადო ორგანიზების ხელშეწყობის მიზნით განისაზღვრება სახელმწიფო ორგანოების და საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლობის სამართლებრივი საფუძველი. ჩვენ ვიცით, რომ ამ მხრივ უკვე არის ბევრი რამ გაკეთებული. წინა საარჩევნოდ იქნება უწყებათა შორის კომისია, რომელიც ახდენს შესაბამის მონიტორინგს ამ თვალსაზრისით და კიდევ უფრო მეტად მყარდება სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობის საფუძვლები საარჩევნო კოდექსში შესაძლებელი ცვლილებებით. საარჩევნო ადმინისტრაციის სამართლებრივი აქტის ჩამონათვალს ემატება საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის ბრძანება. ამჟამად მოქმედი რედაქცია საოლქო საარჩევნო კომისიის
კომისიის თავმჯდომარეების მიერ შიდა უწყებრივ საკითხებთან დაკავშირებით ბრძანების გამოცემის შესაძლებლობას არ იძლევა, რაც არსებულ პრაქტიკასთან შეუსაბამოა. პროექტის თანახმად გათვალისწინებულია სწორედ აღნიშნული შეუსაბამობის აღმოფხვრა. საარჩევნო პერიოდში საოლქო და საუბნო საარჩევნო კომისიების სრულად დაკომპლექტებისა და პოტენციური კადრების მოძიების პროცესის სახალისების მიზნით იცვლება საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა თანამდებობრივი შეუთავსებლობისა და შრომით ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები. საარჩევნო ოლქისა და ადგილობრივი მაჟორიტარული საარჩევნო ოლქების შექმნის მარეგულირებელი ნორმები ერთიანდება ერთ თავში. კენჭისყრისა და არჩევნების შედეგების შემაჯამებელი მარეგულირებელი ნორმები ერთიანდება ერთ თავში. ამასთან სუსტდება შემაჯამებელ ოლქში საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების პროცენტულ წილში მითითებული პროცედურა, კერძოდ გინდება, რომ მიღებული ხმების პროცენტული წილი საბოლოო შედეგის შეჯამებულ ოლქში აისახება დამრგვალების გარეშე მთელი რიცხვის მარჯვნივ, მაგრამ უმეტეს 5 ციფრის მითითებით. მოგეხსენებათ, აქამდე არსებობდა დამრგვალების პრაქტიკა, რომელიც საბოლოო ჯამში, როდესაც ხდებოდა სკრუპულოზულად დათვლა შედეგების, აღმოჩნდებოდა, რომ დამრგვალებით ამა თუ იმ პოლიტიკურ ძალას სხვა შედეგობრივი, ასე ვთქვათ, სურათი ხდებოდა, ვიდრე ეს იყო სინამდვილე. ამიტომაც ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ მაქსიმალურად ზუსტად მოხდეს აღრიცხვა იმ ხმებისა, ნამდვილი ხმებისა, რომელსაც მიიღებს ასე თუ ის პარტია არჩევნებში. იცვლება საარჩევნო კომისიის წევრად არჩევის დანიშნვის ნორმა, რომლის შედეგად ნასამართლებლობის მქონე პირი ვერ გახდება საარჩევნო კომისიის წევრი იმ შემთხვევაში, თუ მის ასჯელის სახით შემარდებული აქვს ჯარიმა. მოქმედი რედაქციის თანახმად ნასამართლებელი პირი შესაძლოა აირჩეს დაინიშნოს საოლქო საარჩევნო კომისიის წევრად, თუ მას ასჯელის სახით შეფარდებული აქვს ჯარიმა. საარჩევნო კოდექსის ძირითად ტექსტში განისაზღვრება არჩევნებში იმ ამორჩევლის მონაწილეობის წესი, რომელიც მოიხსნა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან, ან რომლის რეგისტრაცია ძალა დაკარგულად გამოცხადდა სააგენტოს გადაწყვეტილებით, ან რომელიც რეგისტრირებულია მისამართის მითითების გარეშე. ეს წესი დღესაც მოქმედებს, უბრალოდ მოხდება მისი გარდამავალი დებულებებიდან გადატანა ძირითად დებულებებში. ეს წესი მოქმედებდა 2026 წლის 1 იანვრამდე. საარჩევნო კოდექსში ძირითად ტექსტში განისაზღვრება არჩევნებში ეთლით მოსარგებლი ამორჩევლის მონაწილეობის წესი. აქაც ჩვენ ვხედავთ იგივე მოცემულობას, ეს წესი დღესაც მოქმედებს, გათვალისწინებულია გარდამავალ დებულებაში და წესი, რომლის მიხედვითაც შეშემა პირი, ეთლით მოსარგებლე პირი თვითონ აირჩევს შესაბამის მისთვის კომფორტულ და ადაპტირებულ უბანს, მოხდება მისი როგორც მუდმივ შესასრულებელ წესად გადატანა საკანონმდებლო დაანწესებში. საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლების, დამკვირვებლების და მედიის წარმომადგენლების რეგისტრაციისთვის დაწესებული მოთხოვნები ერთიანდება ერთ მუხლში. ამასთან დგინდება რეგისტრაციის ერთგვაროვანი ვადები, კერძოდ ადგილობრივი დამკვირვებლების, მედიის და საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლების რეგისტრაციის მიზნით შესაბამისი კომისიისათვის მიმართვა უნდა განხორციელდეს კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 10 დღისა, რაც ხელს შეუწყობს რეგისტრაციის პროცედურების ერთგვაროვნად წარმართვას. კენჭისყრის პროცესის შეუფერხებლად წარმართვის მიზნით იცვლება კენჭისყრის დღეს შენობიდან გაძევების საკითხი, კერძოდ კენჭისყრის შენობიდან გაძევების აეგზავნება სხვაგან ნებისმიერ სხვა შენობაში შესვლა, რომელსაც საარჩევნო დანიშნულება გააჩნია. კენჭისყრის პროცესის შეუფერხებლად წარმართვის მიზნით დგინდება საუბნო საარჩევნო კომისიის პეჭგუფად ფორმირების საფუძვლები, კერძოდ თუ საარჩევნოების გახსნისას კომისიის წევრთა რაოდენობა ცხაზე ნაკლებია, ის გადაკეთდება სპეცჯგუფად და ქორუმი განისაზღვრება უკვე იქ დამსწრეთა უმრავლესობით, შესაბამისად არ შეფერხდება ამ შემთხვევაში საარჩევნო პროცესი. დამატებით განისაზღვრება ის შემთხვევები, როდესაც გადასატან საარჩევნო ყუთთან მოთავსებულია საარჩევნო ბიულეტენები გადაწყვეტილების მისაღებად საოლქო საარჩევნო კომისიას გადაეგზავნება. ეს არის 3 შემთხვევა. ეს პირველი არის გადასატან ყუთში მოთავსებული საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობა, როდესაც არ ემთხვევა გადასატანის საარჩევნო ყუთის საშუალებით კენჭისყრაში მონაწილე პირთა რაოდენობას. მეორე არის გადასატანის საარჩევნო ყუთის საარჩევნო უბანში დაბრუნდა დალუქვის გარეშე და ეს ტექნიკური წვნის გამომდინარე ბუნებრივია ზემდგომი საარჩევნო ინსტანციის ჩარევა არის აუცილებელი. და მესამე სხვა შემთხვევებში, როდესაც გადასატანის საარჩევნო ყუთის გამოყენებით ჩატარებული კენჭისყრის პროცედურა საჭიროებს საარჩევნო კანონმდებლობასთან შესაბამისი საკითხის დამატებით შესწავლას. იცვლება გამონაკლისის შემთხვევაში შექმნილი საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის არჩევა დანიშნვის ვადები, მოქმედი რედაქციის თანახმად, ასეთ შემთხვევაში ნაცვლად 9 დღისა ხდება კენჭისყრის დღემდე არაუგვიანეს 10 დღისა ამ პირის არჩევის წესი, რაც ხელს შეუწყობს ამორჩეულთა სპეციალური სიის ფორმირებას. საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარებიდან გამომდინარე და ამორჩეულთა ინფორმირების საშუალების მრავალფეროვნებიდან გამომდინარე, შესაბამისი ამორჩეულთა ბარათები, ის პატარა ბარათები, რომელიც აქამდე ხან ზოგ შემთხვევაში მოგდიოდა მისამართზე და ზოგ შემთხვევაში არ მოდიოდა და ქმნიდა გარკვეული დაბნეულობის საფუძველს, ამ ბარათების დარგების ვალდებულება აღარ იქნება შესაბამისი ცვლილებებიდან გამომდინარე. საკითხი, რომელსაც ახლა მოგახსენებთ, გახლავთ ის საკითხი,
რომელზედაც რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლება რაღაც სრულ კამპანია ააგეს, თითქოს ჩვენ შესაბამისი ცვლილებებით უგრძალავდეთ და ვართმევდეთ საქართველოს არარეზიდენტ მოქალაქეებს, უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს დიასპორას არჩევნებში მონაწილეობის უფლებას. ეს არის მტკნარი სიცრუე, არჩევნებში მონაწილეობის უფლება ნარჩუნდება, რა თქმა უნდა, ის კონსტიტუციური უფლება, რომელიც ზუსტად საქართველოს კონსტიტუციის 24 მუხლის საფუძველზე უნდა იქნეს ნების თავისუფალი გამოვლენის რეჟიმში გამოვლენილი და ეს პროცესი განხორციელებული. გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც ჩვენს ქვეყანას ქვეყნის შიგნით გადაწყდა მხოლოდ საარჩევნო უბნების გახსნა, ეფუძნება რამოდენიმე პოსტულატს, რომელიც მყარად ქმნის ამ წესის შემოღების აუცილებლობის შესაბამის რესურსსა და საფუძველს. კერძოდ, დავიწყოთ იმით, რომ საქართველოს საპარლამენტო რესპუბლიკად ჩამოყალიბების პროცესის დასრულების შემდეგ საპარლამენტო არჩევნები არის უმნიშვნელოვანესი არჩევნები, რომელიც აყალიბებს მთელ სახელისუფლებო რგოლს ჩვენს ქვეყანაში. სწორედ არჩეული პარლამენტი უცხადებს დობას მთავრობას, არჩეული პარლამენტი ირჩევს ქვეყნის პრეზიდენტს, მთელი, ასე ვთქვათ, სახელისუფლებო რგოლი არის საპარლამენტო არჩევნების წიაღში, ამიტომაც მასში მონაწილეობის მიღება, მასში ნების გამოვლენა, აქტიური საარჩევნო უფლების განხორციელება წარმოადგენს ფრიად მნიშვნელოვან იმ ნაბიჯს, რომელიც აი სწორედ იმ ერთ დღეს, როდესაც სრულად ეკუთვნის ხელისუფლება ხალხს და ეს არის სწორედ არჩევნების დღე, უნდა იქნეს მაქსიმალურად გამოყენებული ყველა ჩვენი მოქალაქის მიერ, გამოყენებული იმ თვალსაზრისით, რომ გააზრებული და ყოველგვარი ზეწოლის, ყოველგვარი შესაძლო პირდაპირ თუ ირიბი ხასიათის ზეწოლის გარეშე იყოს ეს უფლება რეალიზებული. სად არის ეს შესაძლებელი? სად და საკუთარ სამშობლოში, საკუთარ ქვეყანაში, სადაც შენს ხელისუფლებას, შენს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას გააჩნია სრული შესაძლებლობა მართოს საარჩევნო პროცესი. ეს შესაძლებლობა არ არსებობს უცხოეთში, იქ არის კონკრეტული წესები ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ დადგენილი, რომელსაც ფიზიკურად ვერ შეასრულებს ვერავინ იგივე თქვათ საარჩევნებთან მიმართებით, სადაც არის კონკრეტული მეტრაჟი, სვალდებულება დაცული, რომ მის ახლოს არ უნდა მოხდეს აგიტაციის წარმართვა, ეს უბრალოდ მაგალითის სახით, თორე რეალურად არის ძალიან ბევრი მიზეზი, რის გამოც უცხოეთში იგივე წარმატებით ვერ მოხდება არჩევნების ადმინისტრირება, როგორც საქართველოში. ერთი. მეორე, თვითონ ამორჩევლს უნდა კონდეს მაქსიმალურად ინფორმირებული შესაძლებლობა გააზრებით და ინფორმირებით მოახდინოს საკუთარი არჩევნები, მედია პოლარიზების პირობებში, იმ პირობებში, როდესაც შესაძლებელია მხოლოდ ერთი სახის ინფორმაციით იყოს, ასე ვთქვათ, დაკავებული მისი მიღებით კონკრეტული ამორჩეველი, ალტერნატიული სახის ინფორმაციის მიღების საშუალება უცხოეთში არის ბუნებრივია ძალიან ნაკლები, ხოლო საკუთარ ქვეყანაში მდგენელი პოლიტიკური მდგენელით ხანდახან ჰაერიც კი არის გაჯერებული, აქ 1 და 2 დღის ჩამოსვლა სავსები საკმარისი შეიძლება იყოს იმისთვის, რომ გარემო პოლიტიკური პირობების დაკვირვებისას გააზრებული და გათვითცნობიერებული გადაწყვეტილება მიიღოს ამორჩეველმა. და მესამე და მნიშვნელოვანი, ნებისმიერი ქვეყანა, ხა ნებსით თუ უნებლიეთ, რა თქმა უნდა, იქ მცხოვრებ მისთვის რეზიდენტ პირებზე, ხოლო ჩვენ შემთხვევაში არარეზიდენტ ჩვენს მოქალაქეებზე, ბუნებრივია იქაური მართლობის სისტემა, იქაური მთავრობა და მისი პოლიტიკა ახდენს გარკვეულ გავლენას და ეს გავლენები შეიძლება არ იყოს პირდაპირ იმ კოლერაციაში, იმ გადაწყვეტილების მიღებასთან, რაც გულისხმობს ყოველგვარი ზეწოლისგან, ყოველგვარი შესაძლო ჩარევებისგან თავისუფალი გადაწყვეტილების საარჩევნო გადაწყვეტილების მიღებას. იცით, მოგეხსენებათ 21 საუკუნის დღევანდელი მათ შორის გამოწვევაც არის არჩევნებში ჩარევა, უხეში ჩარევა, რაც ბუნებრივია როგორც პრეცედენტულად, ასევე პრევენციულად საკუთარ ქვეყანაში მისი აღკვეთის შესაძლებლობა არის მაქსიმალური, ხოლო უცხო ქვეყანაში ბუნებრივია ეს შესაძლებლობები არ არის. აქვე რომ სპეკულაციებს დაუსვათ წერტილი. იმ აზრს, იმ მცდარას თითქოს ქართული ოცნება ცდილობს უცხოეთში მცხოვრებ თანამოქალაქეებს რაღაცა ირიბად წაართვას არჩევნებში მონაწილეობის წესი. რეალური გავლენა უცხოეთში არჩევნების შედეგად დაფიქსირებულ რეზულტატსა და მთლიან საბოლოო შედეგზე არჩევნების არის მინიმალური. 95,000 რეგისტრირებული ამორჩეველი იყო წინა საპარლამენტო არჩევნებზე საქართველოს ფარგლებს გარეთ და მხოლოდ 35,000-მა მიიღო მონაწილეობა, რაც არის 1.5%
წლიანი ამომრჩევლების ნუსხისა, რაც თქვენ თვითონაც კარგად მოგეხსენებათ, რომ არანაირ რეალურ გავლენას არჩევნო შედეგზე არ ახდენს, თუმცა ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი თითოეული ჩვენი უცხოეთში ცხოვრები თანამოქალაქის კონსტიტუციური უფლება, ამ კონსტიტუციური უფლების რეალიზება, ამიტომაც ჯერ ერთი იქიდან დაწყებული, რომ ეს ამ ცვლილებამ შეიძლება კარგი ინსპირაცია მიცეს სულ მცირე 4 წელიწადში ერთხელ მაინც საკუთარ სამშობლოსთან ამ ურთიერთობის გარკვეული ფორმით შენარჩუნებას. მეორედ ჩვენი ქვეყანა თუ და სხვა შორის გუშინ პრემიერმაც განაცხადა ამის შესახებ, აკეთებს მაქსიმუმს იმისთვის, რომ საბოლოო ჯამში შექმნას ის ხელსაყრელი შესაბამისი პირობები ყველა ჩვენი ემიგრანტისთვის, რომ სულ მცირე ის ბენეფიტები მიიღონ საკუთარ ქვეყანაში, რასაც ისინი უცხოეთში იღებენ და მათი დაბრუნება მოხდეს ჩვენს სამშობლოში, ჩვენ არ ყავს არც ერთი დასაკარგი შვილი. ამიტომაც ეს ყველა ის პროგრესი, ყველა ის ეკონომიკური წინსვლა, რაც თუნდაც MR ჯგუფის მიერ განსახორციელებული პროექტი, რომელიც 30,000-ზე მეტ სამუშაო ადგილს გულისხმობს, სწორედ რა თქმა უნდა პირდაპირ თუ ირიბად ამ მიზანს ემსახურება. ამიტომაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენმა ემიგრანტმა არარეზიდენტმა მოქალაქეებმა გააზრებული, გათვითცნობიერებული ზეწოლისგან თავისუფალი გადაწყვეტილებები მიიღონ საკუთარ სამშობლოში. ამაზე საუბრობს როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონკრეტული გადაწყვეტილება, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საბერძნეთთან მიმართებით არის კონკრეტული ჩანაწერები და იგივეზე საუბრობენ გერმანელი კონსტიტუციონალისტები, რომლებსაც აქვთ დამუშავებული ეს საკითხი და სადაც არის ცალსახად გათვალისწინებული, რომ მხოლოდ კომუნიკაციის არსებობა სამშობლოსთან, თქვათ მედია საშუალებით არ ქმნის იმის შესაბამის რესურსს და საფუძველს, რომ გათვითცნობიერებული გადაწყვეტილება საბოლოოდ მიიღოს ამომრჩეველმა. ამიტომაც კავშირი და კონტაქტი საკუთარ სამშობლოსთან თუნდაც მცირე დროით არის აუცილებელი. აქვე ვიტყვი, რომ ჩვენთვის არის აბსოლუტურად გასაგები ტრანსპორტირებასთან და ქვეყნის დატოვებასთან დაკავშირებული გამოწვევები, ის წუხილები, თუმცა იმდენად მნიშვნელოვანია საბოლოო ჯამში საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება და აქ საკუთარი აზრის დაფიქსირება, რომ მიუხედავად ამ გამოწვევებისა, იქნება ერთადერთი სწორი შესაბამისი ადგილი, სადაც საქართველოს მოქალაქე იღებს გათვითცნობიერებულ და ზეწოლისგან თავისუფალ გადაწყვეტილებას არის საქართველოს ჩვენი სამშობლო. აქვე ვიტყვი, რომ ეს არ არის ჩვენი ნოუ-ჰაუ და რაღაც ახალი ველოსიპედი, რომელიც ჩვენ გამოვიგონეთ, ეს წესი მოქმედებს რამოდენიმე ქვეყანაში, რამოდენიმე დემოკრატიულ ქვეყანაში, ეს არის ირლანდია, ეს არის ისრაელი, ეს არის მალტა, ეს არის სომხეთი, იმ ქვეყნებში, რომელთაც გააჩნიათ შესაბამისი მიდგომა ემიგრაციასთან დაკავშირებით და სადაც არის კონკრეტული გამოწვევები იმისა, რომ ყველა ემიგრანტმა, ყველა ჩვენმა დიასპორის წარმომადგენელმა არა სადღაც სხვაგან, არამედ საკუთარ სამშობლოში მიიღონ ეს გადაწყვეტილება. ასევე დიპლომატებს რაც შეეხება, იყო ინსინუაციები დიპლომატებთან დაკავშირებით, თითქოს მათ ერთმევად არჩევნებში მონაწილეობის უფლება. აქ ჩვენ უბრალოდ ვათანაბრებთ ყველა ამ წესს და მდგომარეობს საკითხი შემდეგში, რომ დღემდეც მიუხედავად იმ წესისა, რომ უცხოეთში იქნებოდა საარჩევნო უბნები, იმ ქვეყანაში, სადაც 50 ამორჩეველი არ ფიქსირდებოდა, ეს უბნები არ იქნებოდა. ანუ უკვე არის მოცემულობა, როდესაც სამწუხაროდ დღესვე მოქმედი წესიდან გამომდინარე გარკვეული ჩვენი მისიები ვერ აძლევდნენ ხმას. შესაბამისად ეს წესი გათანაბრდა, ანუ დისკრიმინაციულ მოცემულობაში აღარ იქნება არც ერთი ჩვენი დიპლომატიური მისია. ეს რაც შეეხება კონკრეტულად ჩვენს ქვეყანაში არჩევნების ჩატარების მთლიანად ვალდებულებას. შემდგომ რამოდენიმე საკითხი დამრჩა, უცებ მოგახსენებთ, ეს არის საარჩევნო დავების მარეგულირებელი ნორმები ერთიანდება ერთ თავში ცვლილებების შესაბამისად, მარტივდება კანდიდატების რეგისტრაციის პროცედურა, წარსადგენი აღარ იქნება სააღრიცხვო ბარათი. ამჟამად კანდიდატის რეგისტრაციის მიზნით წარსდგენია მის მიერ შესრულებული ორი დოკუმენტი, კერძოდ სააღრიცხვო ბარათი და პარტიული კუთვნილების შესახებ განაცხადი. პროექტის თანახმად რეგისტრაციის მიზნით კანდიდატი შეავსებს მხოლოდ ერთ ბარათს, სადაც ასევე მეორე ბარათში არსებული მონაცემები იქნება აღნიშნული. იცვლება და ერთგვაროვანი ხდება კანდიდატების წარდგენისა და რეგისტრაციაზე უარის თქმის საფუძვლები. ეს არის მნიშვნელოვანი ცვლილება, სადაც პარტიას კოლეგებო ექნება საშუალება, რომ მხოლოდ პარტიული ნიშნით საკუთარი პარტიის წევრი წარადგინოს, ხოლო საინიციატივო ჯგუფს ექნება ამ შემთხვევაში კონკრეტული უპარტიო კანდიდატის წარდგენის შესაძლებლობა, ისე რომ პარტიას აღარ ექნება საშუალება სხვა ნებისმიერი პირის წარდგენის ინიცირება მოახდინოს.
ეს არის სწორედ პარტიული დემოკრატიის გაძლიერებისთვის არსებული ჩანაწერი, რომელიც გულისხმობს მეტპარტიულ სტრუქტურას, მეტპარტიულ მოწონებას საზოგადოების თვალსაჩინით და იმ წინასაარჩევნო პლატფორმების უფრო სერიოზულ დამუშავებას, რაც თითოეული პარტიისთვის არის სავალდებულო იმისთვის, რომ მოიპოვოს მოწონება საზოგადოებაში. და ბოლოს ზუსტდება საკრებულოს პირველი ხტომის მოწვევის ვადა მოქმედი რედაქციით საკრებულოს პირველი ხტომა ცესკოს მიერ მოიწვევა არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 30 დღის ვადაში, ხოლო ამ პროექტით ითვალისწინებს საკრებულოს უფლებამოსილების დაწყებიდან 14 დღის ვადაში საკრებულოს ხტომის მოწვევას. რაც შეეხება სხვა კანონპროექტებს, მხოლოდ ტექნიკური ხასიათის ცვლილებები არის ამ კანონპროექტებში და მუხლების ცვლილებასთან დაკავშირებით საარჩევნო კოდექსში ამ კონკრეტულ კანონპროექტებში იცვლება მუხლების ნუმერაცია და მეტი არაფერი. ეს არის მთლიანად ის საკითხი, რაზეც მინდოდა პრინციპების დონეზე მსჯელობა, მზად ვარ გაგცეთ პასუხი კითხვების შემთხვევაში. დიდი მადლობა. შეკითხვების დასმის საშუალება გექნებათ ახლა. ერთი დაზუსტება მინდა, მერე როცა საშუალება გექნებათ ამიზუსტოთ. ანუ პარტიული სიის გარდა კიდე არაპარტიულების ცალკე წარდგენის შეუძლია როგორც პარტიული სია, ისე? აბა. იცვლება და ეხება რომ ეხება კანდიდატების წარდგენისა და რეგისტრაციაზე უარის მის რეგისტრაციის გაუქმების საფუძვლად. პროექტის თანახმად პარტია უფლებოსილი იქნება კანდიდატად წარადგინოს მხოლოდ ამ პარტიის წევრი, ხოლო საინიციატივო ჯგუფი წარადგენს უპარტიო კანდიდატს. და სად ჩაიწერება ეს უპარტიო კანდიდატი? უპარტიო კანდიდატი მაჟორიტარობის წარდგენა ხდება ადგილობრივ არჩევნებში. აქ ადგილობრივ საპარლამენტო არჩევნებში, მაგრამ ადგილობრივ არჩევნებში, როდესაც აკუთვნილება წარადგინონ მაჟორიტარი კანდიდატი, ანუ რო დავაზუსტოთ, საპარლამენტო არჩევნებში პარტიული სია რო წარდგება, იქ ყველა პარტიის წევრი. კაცრავად, კი ბატონო. ნახეთ, კი ბატონო, ჩვენი სახელმწიფო აი საარჩევნო კოდექსის გადამუშავება სწორედ მაგას გულისხმობს, რომ გარკვეულ ეტაპზე იმყოფებოდა ნახევრად საპარლამენტოდან საპარლამენტო რელსებზე გადასვლის მმართველობის სისტემაზე გადასვლის ეტაპზე. იყო იმ პერიოდში საჭირო შესაბამისი ცვლილებები და დღეს ეს გადამუშავება სწორედ ამ პროცესის დასრულებას გულისხმობს, სადაც საპარლამენტო არჩევნებზე მხოლოდ პარტიული კუთვნილებით მოხდება, ასე ვთქვათ, საარჩევნო დღის წესრიგის შედგენა, ხოლო თვითმმართველობის არჩევნებზე, სადაც მაჟორიტარი კანდიდატებიც არიან გათვალისწინებული, უკვე პიროვნული ფაქტორი, რადგანაც იწევს მაღლა, ამ შემთხვევაში საინიციატივო ჯგუფს უკვე კანდიდატის დასახელების უფლებაც ექნებათ არაპარტიული მონებრივია კუთვნილებიდან. ეს არის. მადლობა. ბალდონშავა, თქვენ გინდოდათ? გამარჯობათ. რამოდენიმე შეკითხვა მექნება წარმოდგენილ საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით და დავიწყებ ჩვენი მოქალაქეების, ემიგრანტებიდან, რომლებსაც რეალურად შეეზღუდათ ხმის უფლება. მით უმეტეს, ბატონო დავით, თქვენ თვითონ აღნიშნეთ, რომ საპარლამენტო არჩევნებიო ეს არის უმნიშვნელოვანესი ეროვნული დონის არჩევნებიო და ზუსტად აი ამ საპარლამენტო დღეო განსაკუთრებულათო არისო დღე, რომელიც დღეც ხელისუფლება მთლიანად ეკუთვნის ხალხს. გეთანხმებით ამაში აბსოლუტურად, რომ ეს ასეა, მაგრამ სწორედ ეს ასე რომ არის იმ მილიონობით ჩვენს თანამოქალაქეს, საქართველოს მოქალაქეს, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებიან მსოფლიოს სხვადასხვა სახელმწიფოებში, რომლებიც აქამდე ჰქონდათ მათ არჩევნების დროს შეძლების დაგვარად მისვლა, მიუხედავად იმისა, რომ არ არის მაინც გამართულად სრულად საარჩევნო ინფრასტრუქტურა და ბევრს ძალიან 200-300 კილომეტრით უწევდა ხოლმე გადაადგილება, მაგრამ გარკვეული რაოდენობა მაინც შეძლების დაგვარად ახერხებდა და გვეფიქრა და გვემსჯელა, რომ მათთვის ჩვენი მოქალაქეებისთვის, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის კონსტიტუციურად მინიჭებული საარჩევნო ხმის უფლება არ წაგვერთვა და პირიქით იქ შეგვეწყო ხელი, რომ უბნების გაზრდით, ან კიდევ თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, რომ მეტი და მეტი ჩვენი თანამოქალაქე მისულიყო და აი ამ ეროვნული დონის არჩევნებში, რასაც საქართველოს საპარლამენტო არჩევნები ქვია, მაქსიმალურად ბევრ ადამიანს მიეღო
არჩევნებში მონაწილეობა ჩვენ ვაკეთებთ საპირისპიროდ და ვეუბნებით, რომ გინდათ მიიღოთ არჩევნებში მონაწილეობა, მაშინ კეთილი ინებეთ და ჩამობრძანეთ საქართველოში 4 წელიწადში ერთხელ. აი ამ 4 წელიწადში ერთხელ დაუშვათ და თეორიულადაც რო დაუშვათ, რომ ამ ადამიანებმა გადაწყვიტონ, რომ ჩამოვიდნენ ფიზიკურად როგორ წარმოგიდგენიათ ამდენი ადამიანების ან ჩამოსვლა, ან როგორ უნდა დაამთხიონ ერთ დღეს ჩამოსვლა, ან წასვლა ფინანსებს რო თავი დავანებოთ და იმყოფით პირობებს, რის წინაშეც ისინი დგანან. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ეს გადაწყვეტილება არის ძალიან მცდარი გადაწყვეტილება და პირიქით უფრო მეტსაც გეტყვით, ეს არის პირდაპირ მიმართული იმისკენ, რომ ჩვენმა თანამოქალაქეებმა არჩევნებში მონაწილეობა არ მიიღოს. ამით რა გინდათ ვთქვათ, რომ გასული წლების განმავლობაში, უახლოეს საქართველოს ისტორიის განმავლობაში ამ ხალხს შესაძლებლობა რო ჰქონდა, რომ მისულიყვნენ და მიიღოთ არჩევნებში მონაწილეობა, ესე იგი ეს შეცდომა იყო და არასწორად იქცეოდა სახელმწიფო მთელი ამ 35 წლის განმავლობაში. ეგ ერთი. მეორე შეკითხვა, რაც მინდა ასევე დაგისვათ თქვენ, ეს არის კენჭისყრაში, ასე ვთქვათ, შენობიდან გაძევებული პირის საკითხი, ანუ პარტიას, რომელსაც ყავს წარმომადგენელი, ან კიდევ არის უბრალოდ დამკვირვებელი, მაგრამ მას აქვს უფლება, რომ რამოდენიმე უბანზე იყოს წარმომადგენელი და დამკვირვებელი, შესაძლოა, რომ მან ერთ-ერთ უბანზე დაარღვიოს რაღაც კანონი და კომისია მის გააძევოს, გამოაკლოს. მაგრამ სხვა უბნებზე რატო უკრძალავთ მას შესვლას და თავისი მოვალეობების განხორციელებას? ეს ხო არასწორია, ეს ხო სამართლიანი არ არის, იმიტომ რომ პირი, რომელიც 3-4 უბანზეა მიმაგრებული, შეიძლება დაარღვიო ერთ უბანზე, მაგრამ დანარჩენ უბნებზე ხო არ დაურღვევია. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ესეც არასწორია და არ უნდა მოხდეს ამ ცვლილების შეტანა. ისევე როგორც პარტიას აქამდე შესაძლებლობა ჰქონდა, რომ ნეიტრალურად განწყობილი პოლიტიკურად ნეიტრალური პიროვნება დაიყენებინა მაჟორიტარობის დეპუტატობის კანდიდატად, ან მერობის კანდიდატად, ან საქართველოს პარლამენტის წევრად და ასე შემდეგ, ამასაც ჩვენ ასე ვთქვათ, აი ამ ცვლილებებით პრაქტიკულად ვუზღუდავთ და არ ვაძლევთ ამის შესაძლებლობას. და ბოლოს შეკითხვა, და ამით დავასრულებ, ეს არის საარჩევნო პირობებში საოლქო საუბნო საარჩევნო კომისიის სრულად დაკომპლექტებისა და პოლიტიკური კადრების მოძიების მიზეზით საარჩევნო ადმინისტრაციაში მარტივდება საჯარო მოხელეების ჩართულობა. ანუ უფლება ექნებათ, თუ არ ჩავთვლით ჩვენ ახლა ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელს, ახლა პროკურორს და საქართველოს პარლამენტის წევრს, რომ შეთავსებით შეასრულონ საოლქო საარჩევნო კომისიის დამხმარე ან ტექნიკური პერსონალის წევრის ან საარჩევნო კომისიის დროებითი წევრის, ასე ვთქვათ, ფუნქციები. რატო ვაკეთებთ მაგას? რა დატვირთვა აქ ამას და რა ასეთი მნიშვნელოვანია, რომ საჯარო მოხელეებმა იყვნენ ჩართულები მაშინ, როდესაც საჯარო კანონში შედის ცვლილება და საჯარო მოხელეებს, ასე ვთქვათ, ეკრძალებათ დამატებით კიდე სხვა სამუშაოების შესრულება. და ამ დროს კიდევ აი ამ საარჩევნო პერიოდში კი ვაძლევთ ამის შესაძლებლობას. აი ეს არის ის კითხვები, რაც მე მაინტერესებს. შალვა, ხო არა გაქვთ სხვას რაიმე კითხვა? კი ბატონო, დაზუსტების საშუალება გვექნება თუ წარმოიშვა ესეთი აუცილებლობა. კი, ბატონ დავით, რა თქმა უნდა, სრულად ვეთანხმებით ინიციატივას, განსაკუთრებით იმ ნაწილს, რომელმაც ყველაზე დიდი სპეკულაციები გამოიწვია ყველაზე მავნებლური პოლიტიკური პარტიების ინიციატივით, რა თქმა უნდა, ჩვენს საზღვარგარეთ მცხოვრებ მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა და პირიქით, გაცილებით უფრო მაღალ მოტივებზე აქვთ შესაძლებლობა, რომ საკუთარი ქვეყნის მომავლის გადაწყვეტაში მიიღონ მონაწილეობა მაშინ, როდესაც ისინი თუნდაც ერთი დღით მაინც ჩამოვლენ საკუთარ სამშობლოში და გაიაზრებენ იმ პასუხისმგებლობას უკეთ და იმ რეალობას, რომელიც მიაღებინებთ სწორ გადაწყვეტილებას, ტექნიკურად და სამართლებრივად, რაც ძალიან სწორად აღნიშნეთ, მათ შორის პრემიერ-მინისტრის ახსნაც იყო ეს, ნების თავისუფალ გამოხატვასთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, როდესაც სხვა ქვეყნის იურისდიქციაში არის ის პრინციპები, რომელიც მაგალითად
ჩვენ შემთხვევაში ერთი დღით ადრე წყდება კამპანია და ადამიანის ამორჩევლის ნებაზე უახლოესი 24 საათის განმავლობაში რაღაც აქტიურად არ უნდა მოახდინოს ზემოქმედება სხვადასხვა ფაქტორებმა. ეს და ბევრი სხვა ფაქტორი ვერ იქნება უზრუნველყოფილი უცხოეთში და საზღვარგარეთ მაცხოვრებელი ქართველებისთვის და ერთი არ ვიცი დღეს თქვით თუ არა, რაც ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი არგუმენტია. თანაბარი და თანასწორი მიდგომა საზღვარგარეთ მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეებისთვის მაგალითად რუსეთში მცხოვრები ძალიან რამდენიმე ასეული ათასი ჩვენი თანამოქალაქე მოკლებულია შესაძლებლობას და რა თქმა უნდა ამ პირობებში ყოველას შესაძლებლობის გამოთანაბრება იქნება სწორი გადაწყვეტილება და ამიტომ სრული მხარდაჭერა რა თქმა უნდა თქვენივე თანაგუნდელებისგან მე უბრალოდ მექნება სურვილად თუ თავმოყრილი გაქვთ ერთად გარდამავალიდან რომელი პუნქტები გადმოდის მუდმივში უბრალოდ ეს რომ გითხრათ ერთ-ერთი უკვე დაასახელეთ, მაგრამ მაინც უკეთეს წარმოდგენას მივიღებდით ამასთან დაკავშირებით. კი ბატონო, მოგახსენებთ, მეორე კითხვით დავიწყებ, იმიტომ რომ ამას გეტყვით მალე. პირველი შეგვიძლია მაგალითის სახით ვთქვათ, შშმ პირთა რეგულაცია მიერ შესაბამისი საარჩევნო უბნის თავისუფლად არჩევის წესი, რომელიც იქნა შემუშავებული დროებითი მოქმედების ასე ვთქვათ, მეთი რა ქვია, მიზნით, თუმცა მან დროში ამ წესმა გაამართლა ცენტრალურ საარჩევნო კომისიაც და თემის წარმომადგენლებიც არიან ყოფილები ამ მიდგომით, ამიტომ ეს წესი გადაინაცვლებს უკვე ძირითად დებულებებში. შემდეგი მაგალითის სახით ასევე შეგვიძლია ვთქვათ წესი, რომელიც არის ამორჩევლის მონაწილეობის წესი, რომელიც მოიხსნა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან, ან რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა, ან რომელიც რეგისტრირებულია მისამართის მითითების გარეშე. ანუ ამ პირებთან მიმართებით დღეს მოქმედი წესი როგორც არეგულირებდა და იყო ეს ყველაფერი დროებით დებულებებში, გადადის ძირითად დებულებებში. ეს მაგალითის სახით შემიძლია გითხრათ, რაც შეეხება ბატონ შალვა კითხვებს. მადლობა კითხვებისთვის, თუმცა თავიდანვე მინდა გითხრათ, რომ ამ შემთხვევაშიც წუხარ, მაგრამ თქვენც ტყუილის პროპაგანდას ახდენთ, ბატონ შალვა, მაშინ როდესაც ამბობთ, რომ ჩვენს არარეზიდენტ მოქალაქეებს ერთმევა არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება, ეს არის სიცრუე, რა თქმა უნდა, ეს ასე არ არის და სწორედ თქვენივე არგუმენტებით პრაქტიკულად ნახევრად გაეცით პასუხი თქვენივე კითხვას, მაშინ როდესაც ხაზი გაუსვით იმას, რომ პირველი არჩევნები არის, საპარლამენტო არჩევნები არის უაღრესად მნიშვნელოვანი საპარლამენტო არჩევნების დღეს პრაქტიკულად ის ემოციური და არსებითი პატრიოტული კავშირი ურთიერთობა საკუთარ სამშობლოსთან ყველასი არა მარტო საქართველოში მცხოვრები პირების, არამედ ბუნებრივია და კიდევ უფრო მეტად საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრები ჩვენი თანამოქალაქეების არის ყველაზე უფრო მეტად აქტიური და აქტუალური. სწორედ ამ დღეს მათ ეძლევათ საშუალება, რომ საკუთარი სამშობლოს მომავალი 4 წლის მართვის ბედიღბლის გადაწყვეტაში მიიღონ მონაწილეობა საკუთარი არჩევნების საარჩევნო ხმის მიცემით და ამ უფლების განხორციელებით. სწორედ აქედან გამომდინარე, იმისთვის რომ ეს ამ მნიშვნელოვან არჩევნებზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იყოს შესაბამისად აწონილ-დაწონილი, იყოს თავისუფალი ყოველგვარი ზეწოლისგან, იყოს თავისუფალი შესაძლო გაფილტრული ინფორმაციით თავსმოხვეული არასწორი შეხედულებისგან და ყველა ამომრჩეველმა შეიგრძნოს და გაიგოს პოლიტიკური მდგენელი მარტივად და ადვილად, არის ეს ყველაფერი გათვალისწინებული საკუთარ სამშობლოში 4 წელიწადში ერთხელ ჩამოსვლასთან დაკავშირებით. ეს კონკრეტული ნაბიჯი არის სწორედ საკითხის მნიშვნელობიდან და მისი პოლიტიკური, ასე ვთქვათ, აზრიდან გამომდინარე. იგივე აგერ ქალბატონო ნინომაც თქვა, არსებული პრაქტიკიდან გამომდინარე, მე თქვენ უკვე გითხარით, რომ აგერ წინა საპარლამენტო არჩევნებში სულ 95,000 რეგისტრირებული ამორჩეველი იყო და აქედან ნახევარზე ნაკლებმა მიიღო რეალურად არჩევნებში მონაწილეობა. ანუ აქედან ჩანს, რომ რეალური გავლენა და არ არსებობს მკვეთრი გავლენა და აქედან გამომდინარე ხელისუფლება სუბიექტურ გადაწყვეტილებებს არ იღებს. მაშინ რატო არის ეს ასე აუცილებელი? არის სწორედ
იმიტომაც აუცილებელი რომ პირველი დღევანდელ მოცემულობაში არის დიდი რისკი საარჩევნო პროცესში გარე და უხეში ჩარევების, რომელსაც შენ საქართველოდან ვერ უზრუნველყოფ ამის რისკის პრევენციას უცხოეთის ქვეყნებში. ერთი. მეორე, უცხოეთის ქვეყნებში იქ არსებულ კონიუნქტურას ნებსი თუ უნებლიეთ ექვემდებარება ადამიანის ცნობიერება, ამიტომაც მას აუცილებლად ჭირდება სათანადო საზოგადოებიდან სათანადო ინფორმაციის მიღება მის მშობლიურ ადგილას. და მესამე და მთავარი, ეს ყველაფერი უნდა იყოს თავიდან ბოლომდე გათვითცნობიერებული, რამე თუ საკუთარი სამშობლოს მომავალი 4 წლის ბედიღბალს წყვეტს ის ადამიანი, ის ერთი ადამიანიც კი, რომელიც მიდის საარჩევნო ურნასთან. ამიტომ მიუხედავად სირთულეებისა და გამოწვევებისა 4 წელიწადში ერთხელ საკუთარ სამშობლოში ჩამოსვლის გარკვეული ინსპირაცია, რომელიც კანონმა შექმნა, ამან შესაძლოა მხოლოდ დადებითი როლი ითამაშოს ემიგრაციასა და საკუთარ სამშობლოს შორის არსებულ ურთიერთობაში და ის მომავალი მიზნები და დღევანდელი მიზნებიც ემიგრაციის სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით შეიძლება კიდევ უფრო მეტად აქტუალური გახდეს. ეს ერთი. ტექნიკური საშუალებით რატომ არ ვაძლევთო უფლებასო? ხო, სანამ ტექნიკურ საშუალებას ვიტყვი, დღემდე მოქმედი კანონმდებლობით უცხოეთში იხსნებოდა საარჩევნო უბნები, მაგრამ არ იხსნებოდა რუსეთში. ეხლა რუსეთში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს არ გაუმართლათ, იმიტომ რომ რუსეთთან საქართველოს არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობა და მაგიტომ მათი ხმის მიცემის საშუალება იქ იყო შეზღუდული, ხოლო სადღაც რომელიღაც კონკრეტულ ქვეყანაში გაუმართლათ, იმიტომ რომ ამ კონკრეტულ ქვეყანაში გვაქვს დიპლომატიური ურთიერთობა და იქ შეიძლებოდა საარჩევნო უბნის გახსნა. ეს ხომ არათანაბარ სიტუაციაში ჩვენი თანამოქალაქეების ჩაყენების წინაპირობაა. ამიტომ მათ შორის ერთ-ერთი მიზეზიც თანაბრობის გათვალისწინებისა და დადგენისა იყო სწორედ ქვეყნის შიგნით არჩევნების ჩატარების ვალდებულების დაწესება. ტექნიკურ საშუალებებს მოგვეცით ნება რომ არ ვენდოთ იმ საშუალებებს, რომელიც მაგალითად პოსტის მეშვეობით, ან ინტერნეტის მეშვეობით, ღია წყაროების მეშვეობით ხდება საარჩევნო უფლების განხორციელება. კარგად მოგეხსენებათ, ამაზე აღარ გვილაპარაკებ ბევრს, აი სულ ეხლა ხანს განვითარებული მოვლენებით სხვადასხვა ქვეყანაში არჩევნებში ჩარევის კუთხით ტექნოლოგიების გამოყენებით რამხელა რისკებს და პრობლემებს ქმნის. შენობიდან გაძევება იყო შემდეგი კითხვა. რა ვიცი, ღიმილის მომგვრელია, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ადამიანი, რომელიც ერთ საარჩევნო უბანში უწესოდ იქცევა, არ ღვევს კანონს და მერე ის გამოდის ამ საარჩევნო უბნიდან მასაძევებენ და შემდეგ მიდის სხვა საარჩევნო უბანში, სადაც იქცევა თითით საჩვენებლად და სამაგალითოდ. ეს ერთი. მეორეც პარტიულ დემოკრატიას ვანვითარებთ, ბატონო შალვა, ჩვენ საქართველოში, მაგიტომაც არ იქნება ბლოკები და მაგიტომაც პარტიული დემოკრატიის ასევე შემადგენელი ნაწილია კონდეს და ფლობდეს მყარი პარტიული სტრუქტურებით და კონდეს იმხელა პოპულარობით სარგებლობდეს საზოგადოებაში და იმის საშუალება კონდეს, რომ საარჩევნო უბნებზე დააკომპლექტოს საკუთარი წარმომადგენლებით და 10 საარჩევნო უბანზე არ იყოს ერთი წარმომადგენელი. ესეც პარტიული სიძლიერის და პარტიული დემოკრატიის განვითარების წინაპირობაა. თუმცა ეს არგუმენტიც ამ შემთხვევაში დამატებითი არგუმენტია, რადგანაც ერთხელ სამართალდამღვევი ჩადენილი პირის მიმართ არსებობს ლოგიკური მოლოდინი, რომ იმავე დღეს, იმავე ფორმატში მან შეიძლება სხვა სამართალდამღვევა ჩაიდინოს, ამიტომაც არის სწორედ ეს წესი მიღებული. შემდეგ რაც შეეხება პარტიული ნიშნით არჩევას კანდიდატის, კიდევ ერთხელ კითხვას ვსვავ, რატომ გაუქმდა ბლოკები საქართველოში? იმიტომ რომ არა ბლოკებში მხოლოდ კონკრეტულ მომენტში წინასაარჩევნო ინტერესთა, სხვადასხვა ინტერესთა გაერთიანებით ეს ეკლექტური პარტიული, ფსევდოპარტიული სტრუქტურა კი არ შექმნილიყო, არამედ იყოს სტრუქტურა, რომელიც არის ერთი პარტია და ის პარტიის მიზანია საბოლოოდ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება. შესაბამისად, ყველა პარტიამ კეთილი ინებოს, რომ საკუთარი პროგრამით, საკუთარი მიზნებით იმდენად მოსაწონი მოცემულობა შექმნა საზოგადოებისთვის, რომ მას კონდეს ხარდაჭერა და ცნობადი სახეებთან კი არ გაერთიანდეს პარტია. არამედ პარტიაში გაერთიანდნენ ცნობადი სახეები და პარტია იყოს ის წიაღი, სადაც ცნობილი სახეები და საზოგადოების მხრიდან დაფასებული ადამიანები მივლენ და ამ პარტიის წევრები გახდებიან. ამიტომ აქაც გასაკვირი არაფერი არ არის. ხოლო რაც შეეხება ადგილობრივ არჩევნებს, სადაც მაჟორიტარად ჯერ კიდევ არის შესაძლებლობა კანდიდატის წარდგენისა, იქ უპარტიო მოცემულობაც არის, ოღონდ პარტიას ბუნებრივია მისი დასახელების შესაძლებლობა არ ექნება. ხო, რაც შეეხება ბოლო კითხვას,
საჯარო მოხელებთან დაკავშირებით. თქვენ მოგეხსენებათ, რომ კორუფციის წინააღმდეგ კანონში ეხლა ხან შევიდა ცვლილებები, რომელიც ერთ ადამიანს რამდენიმე სამსახურში მისი მუშაობის საშუალებას არ აძლევს. ეს არის საკმაოდ სწორი და მართებული წესი და სწორედ ამიტომ ხდება აღნიშნული ცვლილების შეტანა, რაც გულისხმობს შემდეგს. მოგეხსენებათ, რომ საარჩევნო უბნები არის სხვადასხვა ადმინისტრაციულ შენობებში განთავსებული. სხვადასხვა, რომელიც როგორც წესი არის ადმინისტრაციული შენობა, ან არის სკოლა, ან არის სხვა ადმინისტრაციული შენობა, რომელსაც ყავს საკუთარი დამლაგებელი, საკუთარი ტექნიკური უზრუნველყოფის შესაძლებლობის მქონე აპარატი, ადამიანები და სწორედ ამ ადამიანებმა რომ არჩევნების დღეს მიიღონ საარჩევნო დღეს კვლავ საკუთარი ფუნქცია შეასრულონ იმ შენობაში, აი ამას ეხება სწორედ ეს ჩანაწერი და ის არაფერ არ გულისხმობს, არ ვიცი, მერობის კანდიდატის თუ საარჩევნო ადმინისტრირებას არ ახორციელებს ტექნიკურ ადმინისტრირებას, არამედ ტექნიკურ მომსახურებაზეა საუბარი. შესაბამისად ამ შემთხვევაში არის სპეკულაცია ეს და მეტი არაფერი. ანუ ყველა კითხვაზე მე პასუხი შემიძლია დამატებითაც გიპასუხოთ, მაგრამ ნათელია რომ ის ხაზი რასაც აქვს არჩეული ამ საკანონმდებლო ცვლილებებით ხელისუფლებას არის მართებული და ერთადერთი სწორი გადაწყვეტა ამ პრობლემის. დიდი მადლობა. თუ შემდეგი კითხვები არ არის, მაშინ საკითხის განხილვა დავასრულოთ. მე ერთ რამეს მოგახსენებთ, რომ რა თქმა უნდა, კარგია, როდესაც საარჩევნო კოდექსის ოპტიმიზაცია მიმდინარეობს. აღსანიშნავია ის, რომ პრინციპში ვინც არის დაინტერესებული საარჩევნო პროცესით, საარჩევნო კანონმდებლობით და აკვირდება ამას პროფესიულად, პოლიტიკური ნიშნითაც მათ შორის, მათთვის თვალსახად ნათელია, რომ საქართველოს საარჩევნო სისტემა ერთ-ერთი ყველაზე უფრო გამართული, დახვეწილი საარჩევნო სისტემა არის. ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, არის ხოლმე ცხოვრება გვაჩვენებს გარკვეული, ასე ვთქვათ, გამოწვევები, რომლის დაზუსტებაც აუცილებელია. იგივე სამართალ დარღვევასთან დაკავშირებით პირისა, რომელსაც აქვს თქვა დამკვირვებლის ან საკომისიის წევრობის უფლება, ის არ არის ეს სამართალ დარღვევა ტერიტორიით შემოფარგლული. სამართალ დარღვევა ზოგადად საქართველოს იურისდიქციაში მყოფ ყველა, ასე ვთქვათ, ტერიტორიას ეხება. ამიტომ მან დაარღვია წესი. ამიტომ ამ წესის თუ კანონის დარღვევის გამო მას ის რესტრიქცია ეძლევა, რაც კანონით არის გათვალისწინებული. ემიგრაციასთან დაკავშირებულ საკითხს მე ზოგადად ვიტყვი და მართლაც დაუბრუნდები გუშინ პრემიერმა ამას ცოტა ფართო პოლიტიკური შეფასება მისცა. მან თქვა, რომ ჩვენი მიზანი უნდა იყოს საბოლოო ჯამში საქართველოს არა ემიგრაციაზე, ასე ვთქვათ, მორგებული ქვეყანა, არამედ საქართველოს ემიგრანტების დაბრუნების ჩვენი უმნიშვნელოვანესი და ძალიან, ასე ვთქვათ, ყველაზე ხშირ შემთხვევაში ყველაზე რთულ პერიოდში, ყველაზე რთული გზის ვინც გაიარა, მათი სამშობლოში დაბრუნების პოლიტიკა უნდა იყოს ყველაზე მთავარი. ეს არის ზოგადად, რა თქმა უნდა, რაც ჩვენი მიზანია. ზოგადად არჩევნებთან დაკავშირებით აქ რამოდენიმე თემა აღნიშნული იქნა, მათ შორის რომ ფაქტობრივად მე ხარ მილიონობით ჩვენი თანამოქალაქე არ ცხოვრობს საზღვარგარეთ ბატონო შალვა, ეს ციფრი არ არის ბოლომდე დაზუსტებული, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ის მილიონს არანაირად არ აღემატება. აქედან გამომდინარე ჩვენ ხედავთ, რომ თან მცხოვრებთა რაოდენობა ცვალებადია, ვინ მიდის, ვინ მოდის, ეს ასე ვთქვათ, ცალკე სტატისტიკის საგანი არის. ამიტომ ჩვენ ყველა საარჩევნო დაკვირვება გვაჩვენებს, რომ ემიგრანტების უცხოეთში ხმის მიცემა არის საარჩევნო, ასე ვთქვათ, ამორჩევლის რაოდენობიდან თუ ვიმსჯელებთ, უმნიშვნელო. და ბოლო არჩევნები, რომელსაც ფაქტობრივად რეფერენდუმის სახე ჰქონდა, ხო, ანუ უმაღლესი ხარისხის აქტივობა იყო დაფიქსირებული, აქაც ნახეთ, რომ ნუ ციფრი უმნიშვნელო არის. ამიტომ ისიც გავითვალისწინოთ, რომ უამრავი ტექნოლოგია არსებობს და პოლიტიკური არაკეთილ, ასე ვთქვათ, საიმედო კი არა, პირიქით უცხოეთში პოლიტიკური მიზნებიდან უცხოური გარკვეული პირების თუ პოლიტიკური ძალების მხრიდან საარჩევნო პროცესში უხეშად ჩარევის შესაძლებლობები და ბოლო არჩევნებზე ამის ჩვენ კონკრეტული მაგალითები ვიხილეთ. შეგვიძლია დავასახელოთ კიდევაც, როდესაც უცხო ქვეყნის პოლიტიკური პირები ქართველ საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებდნენ და აორგანიზებდნენ და მოწოდებასა და დაორგანიზების პროცესში პირდაპირი მესიჯები იყო, როგორ უნდა მომხდარიყო მათი დაორგანიზება და
ამ ხალხის არჩევანი რა უნდა ყოფილიყო. ამიტომ, როდესაც ჩვენ მოქალაქის უფლებებზე საუბრობთ, ეს უფლებები პირველ რიგში და პოლიტიკური უფლებები რეალიზებული უნდა იყოს თავის სამშობლოში, თავის ქვეყანაში და გარე პოლიტიკური, მათ შორის ზეწოლის გარეშე. და ის რომ ჩვენ მაგალითად, რა თქმა უნდა, ნებისმიერი გარკვეული ვალდებულება ქმნის ხანდახან რაღაც გარკვეულ უხერხულობას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ამის გამო სამშობლოსგან მოწყვეტის, ასე ვთქვათ, პოლიტიკა უნდა პრევალირებდეს საქართველოში. ამიტომ მე მიმაჩნია, რომ ეს ცვლილებები საბოლოო ჯამში და ჩვენ დავინახავთ ამას 2028 წლისათვის იქნება უფრო, ასე ვთქვათ, რელევანტური იმ პერიოდში საქართველოში არსებული მდგომარეობისა და მე რა თქმა უნდა დარწმუნებულიც ვარ და ძალიან დიდი იმედსაც გამოვთქვამ, რომ ბევრი ემიგრანტი დაუბრუნდება თავის სამშობლოს, იმიტომ აქ უკეთესი პირობები ექნება, მათ შორის სოციალური, ეკონომიკური მიმართულებით. თხოვთ, ვინ არის მომხრე, კანონპროექტის ამ რედაქციას პირველი მოსმენით დაუჭიროთ ხარი. დიდი მადლობა, გადაწყვეტილება მიღებული არის. მეორე საკითხი გახლავთ, მადლობა ბატონო დავით, ბატონო მაია, გადმობძანდით. ორი საკითხი არის, ერთი ეხება საქართველოს პარლამენტის წევრების ინიციატივა, აღარ ჩამოვთვლი ინიციატორთა გვარებს, ეს საჯარო ინფორმაცია, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ. მოხსენებელი მაია ვითაცე, გთხოვთ გალბატონო მაია. მოგესალმებით. დიდი მადლობა თავმჯდომარე. პირველი მოსმენით განსახილველ წარმოგიდგენთ საქართველოს პარლამენტის წევრების საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებულ კანონპროექტს, რომლითაც ცვლილებები შედის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. კერძოდ ცვლილებები განხორციელდება 5 ძირითადი მიმართულებით. შეგახსენებთ, რომ 2019 წელს დედაქალაქის მერიის ავტორობით საქართველოს პარლამენტში წარდგენილი იქნა და დამტკიცებული იქნა ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომლის მიხედვითაც შემოვიდა რამოდენიმე ახალი სანქცია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევა. კერძოდ პირველი, ეს არის სამართალდარღვევა, რომელიც ეხება დედაქალაქში ამტვერებადი საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებების, რომელიც მავნე-დამაბი ძურულებით ხასიათდებიან, ასევე ადვილად აალებადი, აფეთქებადი და ამტვერებადი მასალების განთავსებას ისეთ ადგილებზე, სადაც ეს აკრძალულია თბილისის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით. ასევე შემოვიდა სანქცია, რომელიც მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრული ლეგალური ასეთი ადგილებზე ამგვარი მასალების გამოყენებისა და განთავსების წესების დარღვევას ეხება. ასევე გაჩნდა სამართალდარღვევა, რომელიც ეხება სველი წესით მასალის დაუმუშავებლობას, ანუ ამტვერების გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი სამშენებლო ტერიტორიაზე მთავარი ფაქტორის რეგულირებას, ისევე როგორც ამტვერებადი მასალის გადაუხურავი წესით ტრანსპორტირებას და ასევე ბეტონმზიდი მანქანის მიერ ასფალტის საფარის ბეტონის სველი ბეტონით დაბინძურებას. 2022 წელს წინამოწვევის პარლამენტში ჩვენ მუხლები, რომელიც ეხება ამტვერებას, სველი წესით დამუშავებას, ტრანსპორტირებას და ბეტონმზიდი მანქანის დაბინძურებას გავავრცელეთ დედაქალაქის გარდა მთელ საქართველოზე და წარმოდგენილი კანონპროექტით შემოთავაზებულია, ასე ვთქვათ, ცვლილებები სანქციების გამკაცრების ნაწილში. საკმაოდ დიდი დრო არის და ერთის მხრივ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს საკმაოდ წარმატებული სტატისტიკა, როგორც დედაქალაქის თვალსაზრისით, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან, რომელიც უკვე მთელ საქართველოს ფარავს რამოდენიმე კომპონენტის თვალსაზრისით, მაინც მიზანშეწონილია, რომ სანქციები გაიზარდოს. 2019-22 წელში დადგენილი სანქციები მერყეობდა 200-დან 30,000 ლარის ფარგლებში
და ახლა ასე ვთქვათ ქვედაზღვარი იქნება 2500 ლარი და ზედაზღვარი იქნება 60000 ლარი. კონკრეტულად მოგახსენებთ თითოეულ მიმართულებასთან მიმართებით, ამასთან შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის ტერიტორიაზე აი ამ საბურავების აალებადი და ფეთქებადი და ამტვრებადი მასალების არალეგალურ ტერიტორიაზე განთავსებისა და ლეგალურ ტერიტორიაზე განთავსებისას პირობების დარღვევის საკრებულოს აქტი არის გადავადებული 26 წლის 1 იანვრამდე, 26 წლის 1 იანვრიდან, როგორც ჩვენ მუნიციპალიტეტის თბილისის მუნიციპალიტეტის მერის მხრიდან და მერის პოზიცია ვიცით, ეს დადგენილება მეტი აღარ გადავადდება საკრებულოს მხრიდან, ანუ ეს მუხლი ძალაში შევა და სანქციები, რომელიც განისაზღვრა 2019 წელს, ახლა შემოთავაზებულია, რომ გაიზარდოს ფიზიკური პირისთვის 500 ლარიდან 2500 ლარამდე, ხოლო იურიდიული პირისთვის პირველი შემთხვევისთვის 5000 ლარიდან 10000 ლარამდე, ხოლო საბოლოო ჯამში კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებთან მიმართებით ამგვარი ქმედების განხორციელება განისაზღვრება, ადრე განისაზღვრებოდა 5000 ლარით და იურიდიული პირისთვის 10000 ლარით და შემოთავაზებული 1000 ლარით და 10000 ლარით და შემოთავაზებულია ასე ვთქვათ 5000 ლარი 10000 ლარიზე განმეორებითი შემთხვევისთვის და იურიდიული პირებისთვის 60000 ლარი. ასევე ამტვრებადი მასალის სრული წესით დამუშავებისთვისაც, ტრანსპორტირებისთვისაც და ბეტონზიდი მანქანის მიერ დაბინძურებისთვისაც სანქციების გრადაცია 500 ლარიდან არის 2500 ლარამდე, განმეორებითობისა და იურიდიული პირების მიერ აღნიშნული სამართალდაღობების ჩადენის შემთხვევაში იზრდება 5 და 10000 ლარამდე. ამასთან მოგახსენებთ მოკლე სტატისტიკა მაგალითად 23-24 წლებისთვის და 25 წლის პირველი 9 თვისთვის ბეტონზიდი მანქანის გადაადგილებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით გამოვლენილია 20-დან 40 შემთხვევამდე, დედაქალაქში 20-დან 50 შემთხვევამდე, მაშინ შესაძაც ამტვრებადი მასალის სრული წესით დაუმუშავებლობისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით იმავე წლებში 590-662-დან 270 შემთხვევამდე მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემია, ისევე როგორც დედაქალაქის მასშტაბით 590-დან 200-დან 300 შემთხვევამდე მერყეობს. რეალურად ეს ის ქმედებებია, რომლებიც ერთის მხრივ შეიძლება უმტკივნეულოდ იქნეს ჩათვლილი, თუმცა მეორეს მხრივ ბეტონზიდის შემთხვევაში თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ახალდაგებულ ასფალტის საფარზე ვიღაც კერძო პირი აზიანებს საფარს, ფიქრობთ, რომ სანქციების გამკაცრება აუცილებელია, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ აღსრულება მიმდინარეობს გამოვლენილი სამართალდაღობების რაოდენობა მაინც საკმარისად ბევრია, ხოლო ამტვრებადი მასალასთან დაკავშირებით ჩვენ ბევრჯერ გვითხოვს, სრული წესით დაუმუშავებლობა იწვევს არა მხოლოდ ჰაერის PM და PM5 და PM10 ნაწილაკებით დაბინძურებას, ანუ ეს არის მტვერი ტურის ნაწილაკები, მსხვილი და წრული ნაწილაკები და ასე ვთქვათ კოლექტიურად ყველას ჯანმრთელობის ხელყოფას, არამედ თვითონ იმ ადამიანების პირველ რიგში იმ ადამიანების ჯანმრთელობის ხელყოფას, რომლებიც ამ საქმიანობით არიან დაკავებულები, ასე რომ ამ შემთხვევაში თან შეგახსენებთ, რომ ეს პირები არ ჯარიმდებიან, ჯარიმდება ამ შემთხვევაში იურიდიული პირი, რომელიც ამ საქმიანობით არის დაკავებული, ასე რომ მინდა გთხოვოთ თქვენი მხარდაჭერა აღნიშნული ცვლილებების განხორციელების თვალსაზრისით. დიდი მადლობა. შეკითხვები. ნინო ზვიადი და ბატონი ანზორი. მოგესალმებით, ქალბატონ მაია. უბრალოდ ჯარიმების ზრდასთან დაკავშირებით რაიმე სისტემაში თუ არის ხოლმე მოქცეული ეს ჯარიმები და ანუ შესაძარის თუ არის სხვა მსგავს სამართალდაღობებთან დაკავშირებით, ასევე ამ ინიციატივაში იყო საკმაოდ მოკლევადები 3-დან 5 დღემდე მე მგონი გამოსწორებასთან დაკავშირებით და რამდენად რეალურია და ასევე აღსრულების ნაწილში რაიმე სტატისტიკა ხო არ გაქვთ აქამდე არსებული ჯარიმები, თქვათ წლის მანძილზე, ანუ რაოდენობით იყო, რამდენი ფიზიკური თუ იურიდიული პირი იყო დაჯარიმებული და თქვათ რამდენად აღსრულება ხდება შესაბამისად ამ ჩვენი მიღებული კანონების. მოგესალმებით. მართლა ძალიან მნიშვნელოვანი შეაგროვებთ ხო კითხვებს? ინიციატივა განსაკუთრებით მივესალმები მეორადი საბურავების და ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებების
სწორ ადგილებში განთავსებას რა, იმიტომ რომ ჩვენ არა მარტო თბილისში, არამედ რეგიონებში უხვად გვაქვს სამწუხაროდ ადგილები, სადაც ქაოსურად არის განთავსებული, ეს არ არის ერთი და ორი ქალაქი, ეს არის რამოდენიმე ქალაქი, სადაც ზუსტად აი ესეთი მდგომარეობა გვაქვს და შეიძლება ითქვას დაბინძურებულია ქალაქის შესასვლელ-გასასვლელები შესაბამისად ესეთი ნივთიერებებით. და მაინტერესებს, ესე იგი, პირველიდან შედის ეს რეგულაციები როგორც თბილისში, ასევე მთელ საქართველოში, მარტო თბილისში. და მეორე, ზედამხედველობას ვინ განახორციელებს, როგორც თბილისში, ისევე საქართველოს მასშტაბით. მოგესალმებით. მე მაინტერესებდა ჯარიმებიან და უშუალოდ ბეტონის გადატანაზე და ასე შემდეგ. პირდაპირ ეს ჯარიმები იწერება თუ წინასწარ გაფრთხილება ეძლევა ამ მიმართულებით და ამას პლუს დაჯარიმდა დაუშვათ ვადები რა აქვს დაუშვათ იმან ერთი კვირაში უნდა გადაიხადოს გადანაწილება ხდება თუ რა ღონისძიებები ტარდება შემდგომისათვის ჯარიმის ამოწერის შემდეგ მალოთ. აი კიდე ერთი რაღაც არის, თქვათ ბეტონის დაღვრა მოხდა გარკვეული ავტოსაგზაო შემთხვევისან გაუთვალისწინებელი პირობების გამო. აი რაღაც ესეთი შემთხვევა თუ მოხდა, რაც არ არის, ასე თქვათ, პირდაპირ უყურადღებობასთან ან გულგრილობასთან დაკავშირებული. რაღაც ესეთი შემთხვევა მოხდა, რის გამოც მოხდა ბეტონის დაღვრა. აი ამ შემთხვევაში უკვე სხვა სამართლებრივი რეჟიმი ირთვება თუ როგორ ხდება ეგ რო გითხრათ. დიდი მადლობა კითხვებისთვის. ბატონო ეკლე, თქვენი კითხვით დავიწყებ. ბუნებრივია თქვენ თვითონაც სწორედ აღნიშნეთ, აქ რა თქმა უნდა სხვა რეჟიმი ირთვება. ასე ვთქვათ, აქ მიზანი არ იყო ავარიის დროს შეიძლება დაზიანდეს ისე სატრანსპორტო საშუალება, რომ შემთხვევითი დაღვრა მოხდეს, ამ შემთხვევით დაღვრაზე არ არის საუბარი, აქ არის საუბარი ისეთ შემთხვევაზე, როდესაც არ არის წყობში და ექსპლუატაციის ამ ნაწილის ტექნიკური მახასიათებლები არ არის ისე გამართული, ან თვითონ მძღოლის მხრიდან კანონის მოთხოვნების უგულყოფასთან გვაქვს საქმე, როდესაც ღურის ასფალტზე, ასე ვთქვათ, სველ ბეტონს. ხო, ანუ ეს არის ტექნიკური მახასიათებლების, ანუ ის, როდესაც მან იცის, ბუნებრივია, ისე როგორც ყველა სხვა სამართალდარღვევასთან მიმართებით. ხა იქ სადაც ხდება შემთხვევით და უკვე სხვა სამართალდარღვევა შეიძლება იყოს ავტოსანსპორტო საშუალების ექსპლუატაციის ან მართვის წესების დარღვევა, უკვე და ეს იყოს თამდევი, რომელიც არ იყო თავიდანვე განსწრახით ჩადენილი, ბუნებრივია სხვა სამართალი, ასე ვთქვათ, ფარავს ამ მიმართულებას. რაც შეეხება ბატონი ანზორის კითხვას, რამდენხანში მოხდება გადახდა, ანუ ეს დღეს მოქმედი რედაქცია არის, ყველა სამართალდარღვევასთან მიმართებით ერთადერთი აი თბილისის ნაწილი, რომელიც ამ ნივთიერებების შემცველი მასალების განთავსებასთან არის დაკავშირებული, ეს არის გადავადებული 26 წლამდე საკრებულოს აქტით. ხოლო დანარჩენი ყველა მოქმედებს 2019 წლიდან, 22 წლიდან მთელი საქართველოს მასშტაბით და ჩვეულებრივად როგორც სამართალდარღვევის გადახდის ვადა არის კანონმდებლობით ადგენილი 30 დღის ვადაში ხდება ამის საურავების გადახდა. რაც შეეხება ქალბატონ ნინოს შეკითხვას, ქალბატონ ნინო, ანუ დაჯარიმებული პირების საერთო რაოდენობა მაქვს, რაც წარმოვადგენია 23-25 წლებისთვის თბილისსა და მთელს საქართველოში და ამ შემთხვევაში არ არის დიფერენცირებული იურიდიული და ფიზიკური პირები, ანუ კრებსითად იყო ეს ციფრები, რაც მე წარმოვადგინე და ჩვენ შეგვიძლია რომ მეორე მოსმენისთვის ან დამატებით გამოვითხოვოთ ინფორმაცია, რამდენი ფიზიკური და რამდენი იურიდიული პირი არის დაჯარიმებული ამტვარებადი მასალის ტრანსპორტირებისთვის და ბეტონზიდი მანქანების გადაადგილების დროს ბეტონის სველი დაღვრისთვის და
ბოლო კითხვა, ასე უკან წამოვედი წინ ბატონის ჟუადის შეკითხვა. აი ეს ორი მუხლი 152 მე-4 და მე-5 152 მეორე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები ეხება მხოლოდ თბილისს. ყველა სხვა სამი მიმართულება ეხება გავრცელდა მთელ საქართველოზე 22 წლიდან, ხოლო ეს არის მხოლოდ დედაქალაქისთვის. შეგახსენებთ, საიდან დაიწყო ეს თავის დროზე ეს მუხლი როგორ გაჩნდა. ძირითადად გამომდინარეობს ისეთი ტერიტორიებიდან, სადაც მაგალითად თქვა ეს არის ბაზრობები, აი ელიავას ტერიტორია, ფეიქ მეორადები და ასე შემდეგ. იქ არის საბურავები დასაწყობილი მით უმეტეს, რომ შეგახსენებთ ნარჩენების კოდექსიდან გამომდინარე, რამოდენიმე წლის წინ უკვე მთავრობის დადგენილება ამოქმედებულია, რომელიც წარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებას ეხება მეორადი სატრანსპორტო საშუალებების, მეორადი კი არა, ექსპლუატაციიდან გამოსული უკვე ნარჩენად ქცეული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, საბურავების, მათ შორის ელექტრომოწყობილობების ფარგლებში წარმოებლის გაფართოებული ვალდებულების ჩამოყალიბებას არსებობენ შესაბამისი ორგანიზაციები, რომლებსაც ევალებათ ამგვარი ასე ვთქვათ საშუალებების უკვე ნარჩენების ამოღება ბაზრიდან და შემდგომ კვლავ ექსპლუატაციაში გაშვება, ასე რომ ამ ეტაპისთვის ვფიქრობ მთელ საქართველოზე რომ ჩვენ ვიფიქროთ ამგვარი მუხლების შემოტანა მე მგონი ჯერ ცოტა ნაადრევია, იმიტომ რომ მაგალითად საბურავებთან მიმართებით უკვე არსებობს კანონმდებლობა, რომელიც საბურავების შეგროვებას უწყობს ხელს, ანუ პირების დაინტერესება, რომ საბურავები გადასცენ ამ წარმოების გაფართოებული ვალდებულების ფარგლებში შექმნილ ასოციაციებს, უფრო და უფრო იზრდება, ესევე როგორც ელექტრომოწყობილობებთან და სატრანსპორტო საშუალებებთან გამომდინარე. მიუხედავად იმისა, რომ ახალი დაწყებულია ეს სისტემა 20%-იანი მაჩვენებელი გვაქვს უკვე ამოღების, ასაც რა თქმა უნდა ხელშეწყობა ჭირდება, ეს უკვე გარემოსდაცვის სამართლის ნაწილია და ამასთან დაკავშირებით ჩვენ მუდმივად მუშაობთ ამ ასოციაციასთან და სამინისტროსთან. თუმცა თბილისთან მიმართებით ჩვენ შეგვიძლია ხო თუ თქვენი ნება იქნება ამ კომიტეტის ან კონკრეტული ასე ვთქვათ სხვა ინიციატივა თელ საქართველოსაც ვიმსჯელოთ ამგვარი ადგილების გამოყოფასთან დაკავშირებით თითოეულ მუნიციპალიტეტში, განსაკუთრებით დიდ ქალაქებში, განსაკუთრებით ახლა აქ ლოგიკა თბილისშია იყო აღებული დაშორება დასახლებულ პუნქტებთან. ახლა ელიავა რო ავიღოთ მაგალითად იქ საბურავების განლაგება და საცხოვრებელი კორპუსები, სანიტარული ზონები, ასე ვთქვათ, ძველი კანონმდებლობით არ იყო დადგენილი. ახლა უკვე ფაქტობრივი მოცემულობა, რომ ადამიანები და ამტვრებადი მასალები პრაქტიკულად გვერდი-გვერდზე არიან, ამიტომ აი ლოკაციების განსაზღვრა აუცილებელი გახდა დედაქალაქში ხელოვნურად ჩარევა სახელმწიფოს მხრიდან, იმიტომ რომ მიუხედავად გეგმის დამტკიცებისა, მაგალითად ეს უკვე ფაქტობრივად არსებული მოცემულობა იყო. თუმცა ჩვენ შეგვიძლია ბუნებრივია, რომ სხვა დიდ ქალაქებთან მიმართებით, ხო, რომ ამგვარი ლოკაციები განსაზღვრონ მუნიციპალიტეტებმა თვითონ და სადაც განსაზღვრავენ კიდე იქ როგორ უნდა განთავსდეს აღნიშნული საშუალებები, ეს კიდე მსჯელობის სხვა საგანი უნდა იყოს თვითონ მუნიციპალიტეტის აქტის მიერ, რაც დედაქალაქში გაკეთებულია და ამოქმედდება, როგორც უკვე ვთქვი, 26 წელს 1 იანვრით. ბატონო შალვა, თქვენ გიდოდა. ზედამხედველობა ბოდიშით ამავიწყდა. ანუ აი ამ ორ ნაწილთან დაკავშირებით, რომელიც ნივთიერებების და პროდუქტების, მეორად პროდუქტების განთავსების ადგილებს ეხება, ზედამხედველობას ახორციელებს მუნიციპალიტეტის ზედამხედველობის სამსახური. სხვა მუხლებთან დაკავშირებით სრული წესით დამუშავება, ბეტონზიდი და ტრანსპორტირება გადაუხურავი საშუალებებით. ამ შემთხვევაში დუბლირებული გვაქვს როგორც მუნიციპალიტეტებს, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს უფლება, რომ ზედამხედველობა განახორციელოს. ერთსაც ვიტყვი, რომ ასე ვთქვათ, შინაგან საქმეთა სამინისტრო უფრო გვიან პერიოდში ჩაერთო ამ რეგულირებაში, იმიტომ რომ 2022 წლიდან გავრცელდა მთელს საქართველოზე, თუმცა დედაქალაქში სიტუაცია გაუმჯობესებისკენ ბევრად ასე ვთქვათ, წინ არის, ვიდრე სხვა დიდი ქალაქები მაგალითად. ქალბატონ მაია, თქვენ ბოდიშით კითხვის მე. მე უბრალოდ პოზიცია მინდა დავაფიქსირო, რომ დედაქალაქთან ერთად
დედაქალაქის გარდა ეს პრობლემა დგას არა მარტო დიდ ქალაქებში, არამედ დგას მუნიციპალიტეტებში, მუნიციპალურ ცენტრებში, დაბებში, დიდ სოფლებში და ასე შემდეგ, რომელიც გადასაწყვეტია რა და ძალიან კარგი იქნება, რომ მსგავსი სახის ასე ვთქვათ, რეგულაციებიც, ადმინისტრირებაც, სიმკაცრეც, მიდგომაც და ყველაფერი განვავრცოთ მუნიციპალიტეტებშიც, რომ ამ პრობლემის წინაშე მდგარი ძალიან ბევრი მუნიციპალიტეტია ამ პრობლემის წინაშე, რომ ამენაირად მოგვარდეს და გადაწყდეს. დაზუსტების სახით ვიტყვი, რომ საინტერესო არის ეს სტატისტიკა, ანუ ფიზიკური პირები თუ იურიდიული პირები, რომელი უფრო გვევლინება ამ დარღვევების ძირითადი წყარო და ასევე რადგან ზედამხედველობაზე იკითხა ბატონმა ზვიადმა, ხომ არ ჯობია, რომ მუნიციპალიტეტების მიხედვითაც თქვათ გამოვლენილი სამართალდარღვევები მოგცემს და უწყებები, რომელის მხრიდან უფრო მეტად იყო გამოვლენილი, რაღაც დაახლოებით წარმოდგენა რო ქონდეს ზედამხედველობაზე მუნიციპალიტეტების და უწყებების მიხედვით. თუ არის შესაძლებელი ამის მომზადება. სტატისტიკის ასე ვთქვათ უფრო მეტად ინფორმაციულად ქცევაზე ვიმუშავებ და მოგაწვდით, თუმცა ერთმნიშვნელოვნად შემიძლია ვთქვა, რომ იურიდიული პირების დაჯერიმების სტატისტიკა ბევრად დიდია. მაგალითად, დედაქალაქის მაგალითი რო ავიღოთ, აქ თავდაპირველ წლებში ყველაზე ხშირი იყო დაჯერიმების შემთხვევები მუნიციპალიტეტის მხრიდან მათ შორის იმ კონტრაქტორებისა, რომლებიც მუნიციპალიტეტში გზებზე მუშაობდნენ ან სხვადასხვა ლანდშაფტური ინფრასტრუქტურაზე, ხოლო დანარჩენ მონაცემებს ჩვენ აუცილებლად დავაზუსტებთ თქვენი მოთხოვნის მიხედვით და შემდგომში მოგაწოდებთ. ბატონ შალვას კითხვა იყო თუ მოსაზრება იყო. ხო, ანუ ჩვენ ეტაპობრივად შეგვიძლია ბუნებრივია ყველაფერი მთელ საქართველოს გავავრცელოთ და გავამკაცროთ. რამ ერთია, რომ ანუ საკმაოდ სიფრთხილით უდგებით ხოლმე ამგვარი გამკაცრებების შემოღებას და ერთბაშად გავრცელებას მთელ საქართველოზე, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, მუნიციპალიტეტებიდან გამომდინარე გარკვეულ სხვადასხვა მდგომარეობას ვაწყდებით ხოლმე, შეგახსენებთ მათ შორის ავტომობილების მხრიდან ვიზუალური გამონაბოლქვის თემები, ჩვენ ამ ეტაპზე ასე ვთქვათ, კონტროლირდება ამ ეტაპზე მხოლოდ რამოდენიმე დიდ ქალაქში, რაც ბუნებრივია თანდათანობით მთელ საქართველოზე და ავტომაგისტრალებზეც გავრცელდება. ბატონო, თუ შეკითხვები არ არის, მეც მიმაჩნია, რომ ეს ცვლილებები და ეს ახალი მიდგომები არის აუცილებელი, მნიშვნელოვანი დედაქალაქის იერსახე, აქ ცხოვრების კომფორტი, რა თქმა უნდა, მუდმივად უმჯობესდება. ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, გამოწვევებიც საკმაოდ ბევრი არის, ამიტომ ამ გამოწვევების დაძლევის გზაზე ეს გადაწყვეტილება აუცილებელი არის. მე კარგია, რომ აქ არის კონსენსუსი, მომხსენებელიც, ბატონი ზვიადიც და ბატონი შალვაც ერთ აზრს, ასე ვთქვათ, გამოთქვავენ, რომ ეტაპობრივად მოხდეს ამ რეგულაციების შემოღება მუნიციპალიტეტებშიც. ალბათ შეიძლება დაწყება თვითმმართველი ქალაქებით, ან დიდი რეგიონალური ცენტრებით და ამ გამოცდილებით მოკლედ მერე გავრცელება მთლიანად მთელ საქართველოში. კარგით, ვინ არის მომხრე, რომ კანონპროექტი ამ სახით მივიღოთ. დიდი მადლობა. შემდეგი საკითხი გახლავთ. აგრეთვე პარლამენტის წევრების ინიციატივა ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ მოხსენებელი მაია ვითაძე. გთხოვთ, ბატონო მაია. დიდი მადლობა. აღნიშნული ცვლილებები ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ ასევე მომზადებულია დეპუტატების საკანონმდებლო ინიციატივის წესით, ბუნებრივია თბილისის მერიასთან ერთად და მათი ავტორობით და აღნიშნული საკითხი ეხება ტაქსის A და B კატეგორიის ნებართვის მქონე პირების მიერ უნებართო საქმიანობის განხორციელებისა და სანებართო პირობების დარღვევისთვის დადებული ადმინისტრაციული სახდელების გათავისუფლებას, რომლებიც მათ ჩაიდინეს 20-25 წლის 1 ნოემბრამდე
1 ნოემბრამდე. მოკლედ შეგახსენებთ და მოგახსენებთ ასევე საქმის არსს, როგორც თქვენ გახსოვთ 2018 წელი, ბუნებრივია ეს მხოლოდ დედაქალაქს ეხება, იმიტომ ტაქსები რეგულირებული მხოლოდ დედაქალაქშია. 2018 წელს ჩვენ შემოვიღეთ რეგულირება დედაქალაქში იმ ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა, რომლებიც დღეს EM1 კატეგორიის ავტომობილებად მოიხსენიებიან მგზავრთა გადაყვანის თვალსაზრისით, ეს არის ტაქსები, ამასთან 2 კატეგორიის ნებართვა არსებობს, A და B კატეგორიის ნებართვა, A კატეგორიის ნებართვის ფლობელები არიან ის ტაქსები, რომლებიც ფლობენ ნებართვას და санებართო პირობებად განსაზღვრულია, რომ ავტომობილი უნდა იყოს თეთრი, თავზე უნდა ედგას მანიშნებელი ნიშანი, ადგილი უნდა გქონდეს განთავსებული გამოყოფილი ავტომობილზე რეკლამისთვის და სხვადასხვა პირობები, ისინი სარგებლობენ ასევე გარკვეული შეღავათებით, როგორც პარკირების, ასევე ბასლეინებზე გადაადგილების თვალსაზრისით, ასევე A კატეგორიის ნებართვის მფლობელები თუ ისინი ფლობენ ჰიბრიდულ ან ელექტროავტომობილებს, მათთვის სანებართო მოსაკრებელი ყოველწლიური არის განახევრებული, იხდიან დაახლოებით 50 ლარს და ელექტროავტომობილები 0 ლარს, ისინი გათავისუფლებულები არიან, ხოლო ჩვეულებრივი ავტომობილების მფლობელები 100 ლარს, ისინი გათავისუფლებულები არიან სხვა ყველა გადასახდებებისგან. და საბოლოო ჯამში დაწყებული 2018 წლიდან დღემდე მათ მიერ გადახდილი გადასახადები ადგილობრივ ბიუჯეტში შეადგენს დაახლოებით 20 მილიონ ლარს, თუმცა არის დარჩენილი გარკვეული რაოდენობა ამოუღებელი, ასე ვთქვათ, ამოუღებელი გადასახდებისა, ანუ საფასურისა, რომელიც არ შესულა ბიუჯეტში, ეს არის დაახლოებით 8 მილიონი ლარი, რომელიც ეკუთვნით, რომელიც ასე ვთქვათ, გაშლილია დაახლოებით 29,000 საქმეში, როგორც A, ასევე B კატეგორიის ლიცენზიის მფლობელებისთვის, მათ შორის ბევრი საქმე აღსრულებაში არის გადაცემული. ასევე შეგახსენებთ, რომ 20-23 წელს საქართველოში, თბილისში ჩაიკეტა ნებართვების გაცემა ტაქსებისთვის, ანუ 23 წლიდან ახალი ნებართვები აღარ გაიცემა. შესაბამისად არის გარკვეული რაოდენობა ადამიანებისა, რომლებიც ფლობენ ასეთ ნებართვას, ეს არის დაახლოებით 17-18,000 ადამიანი, რომლებსაც ასე ვთქვათ, აი ამ წლების მიხედვით გარკვეულ შემთხვევაში სალიცენზიო პირობების, სანებართო პირობების დარღვევა უფიქსირდებათ. იქიდან გამომდინარე, რომ რეფორმა საკმაოდ ახალია, თუმცა წარმატებით წარიმართა ეს რეფორმა და იმის გათვალისწინებით, რომ აქ მთავარი მიზანი არ იყო, ასე ვთქვათ, რომ ბიუჯეტს რაღაც თანხები მიიღო ამ 100 თუ 50 ლარიდან გამომდინარე და მერე ვიღაც დაჯარიმებულიყო ამისთვის, არამედ აქ მთავარი მიზანი იყო, რომ სფერო ყოფილიყო დარეგულირებული სანდო და მოსახლეობისთვის უსაფრთხო, ასევე ყოფილიყო გარკვეული საშეღავათო პირობები იმ ადამიანებისთვის, რომელსაც სურთ ასეთი ნებართვით, ასეთი სერვისის გაწევა მოქალაქეებისთვის. შესაბამისად, ვფიქრობთ, რომ აუცილებელია ეს ერთჯერადად გარკვეული ამნისტია გამოცხადდეს იმ ადამიანებისთვის, ვინც სალიცენზიო პირობები დაარღვია, სანებართო პირობები უკაცრავად დაარღვია 25 წლის 1 ნოემბრამდე და ამნისტირდნენ ისინი აი ამ სახდელის გადახდისგან. ამასთან აღნიშნული კანონპროექტი შეიცავს მუხლს, რომელიც თავისთავად საფუძველს მისცემს მუნიციპალიტეტს თბილის, რომ ასეთი პირები გათავისუფლონ თავის კუთხით აი ამ გადაუხდელი საფასურისგან. ანუ ჩვენი კანონპროექტი ეხება ჯარიმებისგან მათ ამნისტირებას, ხოლო მუნიციპალიტეტი სალიცენზიო საფასურის, სანებართვო საფასურის გადაუხდელობისთვის გაათავისუფლებს მათ, მას შემდეგ, რაც ჩვენ კანონს დავამტკიცებთ. მოკლედ ეს იყო ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, რაც მინდოდა მეთქვა, თუ რამე კითხვებია, მზადვარო ბატონო. ნინოს აქვს კითხვა. ქალბატონ მაია, ყველა შემთხვევაში, როდესაც ამნისტირებაზე, ჯარიმებისგან გადასახადის პატიებაზე საუბრობთ, ყოველთვის ისმის კითხვა. მათ ვინც გადაიხადეს, რა დააშავეს? იმიტომ რომ კეთილსინდისიერად იქცეოდნენ და გადაიხადეს და უცბად აღმოჩნდება, რომ მათ პატიებ ვინც არა კეთილსინდისიერად მოიქცა.
ამიტომ ეს რაღაცა ისეთი მუდმივი პასუხგაუცემელი კითხვა არის და რატო დადგა დღის წესრიგში რომ აღნიშნული ამნისტია ასე ვთქვათ მიგვეღო და ახლა ვუყაროთ კენჭი და ასევე მაინტერესებს პირები ვინც არ გადაიხადეს და ეხლა ჩვენ პატიობთ ამ ჯარიმებს. ლიცენზია უნარჩუნდებათ, ანუ აგრძელებენ ჩვეულებრივად და კიდე გააგრძელებენ რომ არ გადაიხადონ თუ როგორ იქნება? სადაც დავამატებდი ამ კითხვის გაგრძელება, კარგი ვთქვათ, გავამართლეთ იმით რომ ახალი წესია და ვიღაცას რაღაც მეორეჯერ დადგება აუცილებლად ესეთი საკითხი. აუცილებლად დადგება, იმიტომ რომ სადღაც ერთხელ მაპატიეთ, იქ მეორეჯერაც მაპატიებთ. ხო არ უნდა დაემატოს კანონს ის, რომ შემდეგში უკვე ასეთი, ასე ვთქვათ, ადმინისტრაციული დარღვევის შემდეგ ის ლიცენზია უქმდება ელემენტარულად. და ამით რაღაცა სამართლიანობის, ასე ვთქვათ, ზღვარი გამოჩნდება. მადლობა საინტერესო კითხვებისთვის. მოკლედ ვიტყვი, რომ ლიცენზიებთან ნებართვების კანონის მიხედვით ჩვენ ისედაც გვაქვს საშუალება, რომ მათ ლიცენზიებთან ნებართვებით გადავეკიდეთ ლიცენზიებს ნებართვებით ჩამოვართვათ. ამასთან ეს პირები არიან უკვე სამჯერ დაჯარიმებულები. ჩვენ ლიცენზიებთან ნებართვების კანონით გვაქვს ჩანაწერი, რომ ირდეიგივე ქმედების ასე ვთქვათ სალიცენზიო და სანებართვო პირობების შეუსრულებლობისთვის პირველ ჯერზე ჯარიმა, მეორე ჯერზე ორმაგდება, მესამე ჯერზე სამაგდება და შემდგომ უკვე შეგვიძლია დავიწყოთ, ასე ვთქვათ, ნებართვის ჩამორთმევის პროცედურა. აღნიშნული მუხლის გამოყენება ხდება მაგალითად სხვადასხვა დიდ კომპანიებთან მიმართებით, მაგალითად გარემოსტოთ სფეროში ჩვენ გვაქვს ასეთი შემთხვევები, იგივე ჯორჯიან მანგანესთან მიმართებით, თქვენ გახსოვთ, რომ ზოგადად ეს მუხლი იქნა გამოყენებული, მათ საქმიანობა შეუწყდა და ახლა გვაქვს კიდე სხვადასხვა მაგალითები. მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ეს ასე ვთქვათ, არსი თავად ტაქსების სფეროს რეგულირების ეს არ იყო რაღაც მანდამაინც, აი თანხების ამოღება ამ ადამიანების მხრიდან, არამედ იყო სფეროს დარეგულირება და იმის გათვალისწინებით, რომ შეზღუდულად არის გაცემული სახელმწიფოს მხრიდან თბილისში ნებართვები ტაქსით საქმიანობაზე 23 წელიწად აღარ გაიცემა. გვაქვს 17 თუ 18000 ნებართვა გაცემული. ამასთან 6 თვის ვადაში პირი თუ მანქანას გამოცვლის, მაგალითად ახალ ავტომობილს არ მიაბამს ნებართვას, მას ავტომატურად უქმდება ისედაც. ანუ ჩვენ თუ ამ ადამიანებს მივყევით და ჩვენ შეგვიძლია რომ ყველას გავუქმოთ, ჩამოვართვათ, პრაქტიკულად ანუ სფერო დარჩება ღიად, ანუ ტაქსებს გავაუქმებთ, რაც არ არის მიზანი და არც ყოფილა მიზანი ტაქსების რეფორმის. ამასთან მე ვთქვი რომ დაახლოებით 17-18000 ნებართვა არის 23 წლამდე გაცემული, ხო? 2018 წლიდან 23 წლამდე გაცემული. ამასთან საქმეთა რაოდენობა მათ შორის აი ამ გასამაგებები, რაც ახლა თქვი პირველ ჯერზე, მეორე ჯერზე გაორმაგებან არის დაახლოებით 29000 საქმე, ხოლო წელთა რაოდენობა, როდესაც მოქმედებდა ეს ნებართვები, ანუ მათ ყოველწლიურად უნდა გადაეხადათ ეს თანხა, არის 6 წელი. ანუ გამოდის და ეს ლოგიკურიც არის, რომ ანუ არ არიან ასე ვთქვათ ის ადამიანები, რომ ერთია, რომ ყოველთვის ყველაფერს იხდის, ანუ წლების განმავლობაში ზოგჯერ იხდიდნენ, ზოგჯერ აიხდიდნენ. უფრო მეტად ამასთან გვაქვს საქმე, იმიტომ რომ 6 წლის განმავლობაში მათ ყოველ წელს უნდა გადაეხადათ, ვიდრე იმასთან, რომ არის რაღაც სეგმენტი, რომელიც პირნათლად ყოველწლიურად იხდიდა და მეორე სეგმენტი, რომელიც არ იხდიდა ყოველწლიურად. ასე რომ ამ კუთხით არის ეს საკითხი უფრო განსახილველი და არა ის, რომ ვიღაცამ კეთილსინდისიერად ყოველწლიურად გადაიხადა და ვიღაცამ არ გადაიხადა. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, 29000 საქმეა და ნებართვა არის 17-18000. შეიძლება ამ მომენტში უფრო ნაკლებიც კი, იმიტომ რომ ზოგს უქმდება პერიოდულად. კარგით, თუ თანხის ამოღება არ იყო ძირითადი მიზანი ამ რეფორმის და გეთანხმებით, რომ მთლიანად სისტემაში მოყვანა იყო მთავარი мотиваცია, ხომ არ უნდა ვიფიქროთ და იფიქროს მუნიციპალიტეტმა ამ სახთელის განახევრებას, ანუ ისეთი რაღაცა თუნდაც სიმბოლური იყოს, რომ ადამიანს კი არ უბიძგებდეთ, რომ ხანდახან იხდიდეს და ხანდახან არა, არამედ ანუ იხდიდეს და რაღაცა პატივს ცემდეს იმ კანონს, რომელსაც ვიღებთ და ეხლა რომლის საშუალებითაც ვიღაცას პატიობთ, ვიღაცას არა.
ან თავიდან იყო ფიქსირებული და რეალურად სიმბოლური იყო თავიდანვე ეს თანხები და პლუს იმასაც შეგახსენებთ, რომ როდესაც ეს რეფორმა შემოვიდა, პირველად გავაკეთეთ საქართველოს პარლამენტის მხარდამჭერით, მაშინ მუნიციპალიტეტში ვიყავი, იყო რომ ისინი გადასახადებისგან ან მოგების გადასახადიდან არიან გათავისუფლებულები, რაც ნამდვილად ძალიან დიდი წინგადგმული ნაბიჯი იყო. იმიტომ რომ ამ საკითხის პოლიტიზირება ხდებოდა, მაშინ გახსოვთ, რომ თითქოს ვიღაცას ლუკვანს ვართმევდით. თვითონ იმისთვის რომ წახალისებულიყო ჰიბრიდული და ელექტროავტომობილები, დიფერენცირება მოხდა სანებართვო ფასებში. ჩვეულებრივი ავტომობილებისთვის არის 100 ლარი, იყო 100 ლარი, ჰიბრიდულისთვის 50 და ელექტროსთვის იყო 0. შემდგომ იქიდან გამომდინარე, რომ ეს ადამიანები ზოგიერთი მათგანი ფლობდა ნებართვას, მაგრამ ფაქტობრივად არ ახორციელებდა საქმიანობას, მოხდა დღიურზე გადაყვანა, ანუ რამდენი იმუშავებდნენ, იქიდან გამომდინარე დღეში უგროვდებოდა, მაგრამ საბოლოო ჯამში მაინც ამ 150 და ნულოვანი განაკვეთის ფარგლებში ტრიალებდნენ, ანუ დღეს ეს მაინც ანუ ფიქსირებული მსგავსი ციფრებია. ასე რომ თუ საფასურის სიმბოლურობაზე ვლაპარაკობთ, ვიტყვი რომ ნამდვილად სიმბოლურია ეს ხო 100 ლარი და ვიცით რომ ჰიბრიდული უფრო მეტია აქ მეწილად ჰიბრიდულ ავტომობილებს იყენებენ, ნუ ელექტროს თუ ვინმე იყენებს, საერთოდ ნულოვანი აქვს და პარკინგი აქვს კიდე დამატებითი, ნუ პარკინგი ყველას აქვს A კატეგორიას, არა B კატეგორიას, A კატეგორია თეთრი. მაგრამ ის რომ საერთოდ არაფერს არ იხდიდნენ, ესეც არ არის სწორი, იმიტომ რომ აქ ამომავალი წერტილი იყო სერვისი საფასური, ანუ სახელმწიფო რაღაც X თანხას ხარჯავს მათთვის იგივე პარკინგების ადგილების გამოყოფაში, იგივე ასე თქვა სანებართვო ელექტრონული პორტალის უზრუნველყოფაში და ასე შემდეგ. ასე რომ იდეაში სიმბოლურია ეს თანხები. თუ ხა სისტემატური ხასიათი მიეცა, თუმცა მე როგორ თავიდან თქვი 20 მილიონი ლარი არის შესული და 8 მილიონ ლარზე არის საუბარი, რომელიც არის ამოუღებელი. კიდე დავაზუსტებ გთხოვთ და მექანიზმი რა გაქვთ ამოღების, თქვა დროებითი შეჩერება ლიცენზიის, ახლა მართლა სასაცილოა, როდესაც თქვა უდგები სერიოზულად ამ საკითხს და რეგისტრირდები იღებ ლიცენზიას და შეიძლება წელიწადში 100 ლარი არ გადაიხადო, ანუ თითქოს ისეთი არის, ანუ პროტესტის თუ უპატივცემულობის ნიშნად, ანუ კანონის აღსრულების ნაწილში და იქნებ რადგან თანხაზე არ არის საუბარი და თანხა მართლა სიმბოლურია, ხომ არ იყოს იმისთვის რომ სისტემა მიიმუშაოს, ანუ რაღაცა ამოღების მექანიზმები ან რაღაცა იმის წახალისების შესაძლებლობა, რომ უფრო უკეთ გადაიხადონ ის სიმბოლური თანხა. მოკლედ კიდე ვიტყვი იმას, რა თქმა უნდა, აი გავიმეორებ, ლიცენზიების და ნებართვების კანონი იძლევა იმის საშუალებას, რომ ნებისმიერ სუბიექტს საქმიანობის ლიცენზია ნებართვა შეუჩერდეს, თუ ის სამჯერ ერთაიგივე დარღვევას ჩაიდენს. ამ შემთხვევაში აღსრულებაშიც არის გადაცემული და ჩამორთმების საფუძვლებიც არსებობს, მაგრამ არ არის რაციონალი არაფერი, რომ ამ ადამიანებს ჩამოართვა ნებართვები. ხო, ამის რაციონალიც არ არის, იმიტომ რომ ისედაც ლიმიტირებული გავიგე, მაგრამ ესენი ასე ვთქვათ, მონაწილეობენ ერთ-ერთი მთავარი აქტორები არიან იმ მთელ სქემაში, რასაც მგზავრთა გადაყვანა ქვია. და კიდევ ერთხელ ეს რო იყოს მაგალითად ტყით სარგებლობის ლიცენზია, ნამდვილად პირველი მე ვიქნებოდი, ვინც ვიტყოდა, რომ გავუქმოთ, ვინც დღეს აჩანაგებს, მაგრამ ეს ადამიანები სერვის წევენ, პირიქით ჩვენ ხელს უწყობთ მათ, რომ A კატეგორიას განსაკუთრებით რომ ბასლაინებში გადაადგილდნენ მგზავრთა ჩამოსვლა და აყვანა უსაფრთხოდ უზრუნველყოფა სპეციალურ გამოყოფილ ადგილებში, პარკირების ადგილებს უყოფთ. ანუ სისტემის რეგულირებას გადასახადებისგანაც კი მოგების გადასახადებისგან ყავს გათავისუფლებული და ეხლა 40 მაშინ ამსახდელისგანაც. არა, ნინო, ვერ გავათავისუფლებთ, იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ეს არის სერვის ფი მარტივად, ანუ ის რასაც 20 მილიონი შევიდა აქამდე და ანუ არ არის ხა აქ ისეთ თანხებზე საუბარი, ერთჯერადი ამნისტია 18 წლიან მოქმედებს ეს სისტემა და პირველად მოხდა რომ ამნისტიას ვთავაზობთ და ავიცი მე მგონი ამ ეტაპზე ეს ლოგიკურია რაც კეთდება და ეხლა თუ გააგრძელეს მუდმივად ქრონიკულად აღარ გადაიხდიან და გასაგები არის მე რა თქმა უნდა
მე ერთ რამეს დავამატებდი, რომ რა თქმა უნდა ტაქსის მომსახურება ძალიან მნიშვნელოვანი არის. ეს მნიშვნელოვანი არის მგზავრებისთვისაც, თვითონ ვინც ამ მომსახურებას ეწევა, მათთვისაც და მათი ოჯახებისათვის მნიშვნელოვანი შემოსავლის წყარო არის, მაგრამ ერთი რამე არის, რომ მთელ სოფლიოში ესეა. ტაქსით მომსახურების სერვისი, ეს არის სერიოზული ბიზნესი ამავდროულად. ამიტომ ეს გარკვეული პრივილეგიაც არის, ხო, იმ ლიცენზიის მფლობელებისათვის, ვისაც ეს ლიცენზია გააჩნია. ამიტომ ეს საკითხი მე ვფიქრობ, რომ უნდა იყოს დარეგულირებული და არა იმდენად მათგან თანხის ამოღების მიზნით, არამედ იმდენად, რომ რომ აქვთ ამ ბიზნესის წარმოების ექსკლუზიური უფლება, გარკვეულწილად პასუხისგებლობაც უნდა გააჩნდეთ. ამაში არის საქმე და არა იმ 100 და 50 და ნულოვან გადასახადში. ეს ერთი და მეორე, ქვეყნის განვითარებასთან ერთად, რა თქმა უნდა, პერსპექტივაში ამ ბიზნესის დარეგულირების საკითხებიც შეიძლება შეიცვალოს. ამიტომ თუ დღესვე ამ სიმბოლურ რეგულაციასთან დაკავშირებით იქნება ესეთი დამოკიდებულება, როგორიც არის, მერე პერსპექტივაში გაჭირდება ქვეყნის განვითარებასთან ერთად თქვა საჭირო სხვა რეგულაციების შემოღებაც და ამ ბიზნესში ჩართული ადამიანების შეგუება ამ რეგულაციებთან. არა და განვითარდება ქვეყანა, რომ ამბობთ ევროპა გვინდა. განვითარდება ქვეყანა, განვითარდება რეგულაციებიც ისეთი, როგორიც არის ევროპაში. მაგრამ თუ ეს ელემენტარული რეგულაცია არ იქნა აღქმული ადამიანების მხრიდან, რა თქმა უნდა, ევროპული რეგულაციების გამო მოგვიწყობენ რევოლუციას მერე ნამდვილად. კი ბატონო. ერთ დავამატებ ბატონო ირაკლი. ისე უბრალოდ საინფორმაციოდ 23 წლიდან 23 წელს ხო შეწყდა ასე ვთქვათ ამ ნებართვების გაცემას და ამის არსიც ეს იყო რომ რაღაცნაირად ამ ავტორიზაციის დოკუმენტების კაპიტალიზაცია მომხდარიყო დაახლოებით 500-დან 500 ლარად იყიდებოდა შემდგომ რაღაც 1000 2000 ლარის ფარგლებში მერყეობდა მაგრამ რა თქმა უნდა ეტაპობრივად ამის ღირებულება უნდა მოიმატოს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პარალელურად იმიტომ რომ ესენი ადამიანები აქტივს ფლობენ რეალურად რომელიც მეტი აღარ გაიცემა. კარგით მე მგონი ჩვენ ამ ეტაპზე მხარს უჭერთ ამ ერთჯერად ადმინისტრაციის უკაცრავად ამინისტიას მაგრამ რეკომენდაციას ვაძლევთ. სწორედ ამ ასე ვთქვათ რეგულაციის აღსრულებლებს ყველას რომ ეს რეგულაცია უნდა აღსრულდეს. ამიტომ ეს არის აუცილებელი სწორედ ამ ბიზნესში ჩართული ადამიანების სიმყარისათვის რომ ეს მათი ბიზნესი იყოს მხარი. ეს არის მათთვის აუცილებელი და ფინანსური ტვირთი არის ფაქტობრივად არ არის ფინანსური ტვირთი. იმიტომ ამ ბიზნესს უფრო მეტი შემოსავალი აქვს ვიდრე ეს ფინანსური ტვირთი არის. ვინც უჭერს ხარს გთხოვთ გადაწყვეტილება მიღებულია ადმინისტრაციული ასე თქვა ჯარიმებისაგან ერთჯერადი განთავისუფლების შესახებ კომიტეტმა პირველი მოსმენით ხარი დაუჭირა. მეგობრებო, მეოთხე საკითხი გახლავთ, ასევე პარლამენტის წევრების ინიციატივა არის საქართველოს კანონის პროექტები ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, მოსაკრებლის სისტემის საფუძვლების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ. მომხსენებელი აკაკი ალადაშვილი საქართველოს პარლამენტის წევრი. გთხოვთ ბატონო აკაკი. მოგესალმებით ბატონო თავმჯდომარე, ძვირფასო კოლეგებო, დამსწრე საზოგადოება, ესე იგი პირველი მოსმენის წესით წარმოგიდგენთ საკანონმდებლო პაკეტს ადგილობრივი მოსაკრებლის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე და ამ კანონთან შესაბამისობაში მოსაყვანად შედის ასევე უნდა შევიდეს ასევე ცვლილების მოსაკრებლის სისტემის საფუძვლების შესახებ საქართველოს კანონში და საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში. ესე იგი ადგილობრივი მოსაკრების შესახებ კანონს ემატება ახალი მოსაკრებლის სახე
სამშენებლო სამართალდარღვევის მიერ აღიარების შემთხვევაში უნებართვოდ ან სამშენებლო დოკუმენტაციის მოთხოვნების დარღვევის ნაწარმოები მშენებლობის თაობაზე აქტის გამოცემის დაჩქარებული მომსახურების მოსაკრებელი, რომელიც კანონის თანახმად განისაზღვრება არა უმეტეს 40,000 ლარისა და მის ოდენობასა და გადახდის წესს განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო. ესე იგი მინდა გითხრათ, რომ ამ კანონში შეტანის ცვლილებების უმთავრეს მიზანს წარმოადგენს მუნიციპალიტეტისთვის, რომლებიც ჩართული არიან დარღვევის ნაწარმოების მშენებლობების დადასტურებაში, ამ ადგილობრივი მოსაგრების დაწესების გზით, რათა მათ შეძლონ აღნიშნული ფუნქციის ეფექტურად შესრულება და ეფექტურად გაუმკლავდნენ ამ სამსახურს. ასევე ანალოგიური მიზეზით აუცილებელია გაიზარდოს უკვე არსებული მოსაკრებელი ექსპლუატაციაში დაჩქარებული წესით მიიღების მოსაკრებელი გაიზარდოს. დღევანდელი რედაქციით ის არის 4,500 ლარი და მიზანშეწონილია, რომ აქაც იგივენაირი წესი დაწესეს იგივენაირი დანაწესი და ის წარმოადგენდეს არა უმეტეს 40,000 ლარისა და შესაბამისად ამ გადახდის წესსა და რაოდენობას განსაზღვრავს ასევე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო და მინდა გითხრათ, რომ ერთ შემთხვევაში და მეორე შემთხვევაში საკმაოდ მაღალი არის მომართვიანობა, მაგალითად 2024 წელს 1107 სამშენებლო ობიექტმა მიმართა დაჩქარებული წესით ექსპლუატაციაში მიღებაზე და 2025 წლის 9 თვეში 1124 ობიექტმა მოსაკლების რაოდენობა განსაზღვრული არის ამ მომსახურების სპეციფიკისა, თანამშრომლების რაოდენობიდან და კვალიფიკაციიდან გამომდინარე. ეს იყო მოკლედ რაც მინდოდა მეთქვა და გთხოვთ მხარდამჭერას. ეს პირველი. მოგესალმებით. მე მაინტერესებს შემდეგი, ესე იგი ხშირ შემთხვევაში კომპანიები იყოს თუ ფიზიკური პირები შეგნებულად მიდიოდნენ გარკვეულ დარღვევებზე, რომ მათ ჰქონდათ ინფორმაცია დაუშვათ რა ტიპის დარღვევა, რა ტიპის თანხა ექნებოდა ჯარიმა და შესაბამისად მიდიოდნენ შეგნებულად რაღაც დარღვევაზე, მერე დაჯარიმდებოდნენ და იხდიდნენ ამ თანხას და მერე ხდებოდა უკვე პოსტფაქტუმ შეთანხმება პროექტის და ასე შემდეგ. რომელიც დაახლოებით იყო 6,000 ლარის ფარგლებში ეს ჯარიმა რა. და ძალიან კარგია, რომ ეხა ესეთი ტიპის ჯარიმები იზრდება და არ შეიძლება ადამიანმა შეგნებულად უკვე 40,000 ლარზე წახვიდე ჯარიმაზე და რაღაცა იერსახე დააზიანო ქალაქის და ასე შემდეგ. მე მაინტერესებს რა, ესე იგი კანონის ამოქმედებამდე ვისაც ჯერ არ აქვთ გაცხადებული შეიძლება ესეთი ჯარიმის შესახებ, ასე დარღვევაზე არ აქვთ გაცხადებული, მათ რა ბედი ეწევათ, ან მეორე შეიძლება ზედამხედველობის მიერ ჯერ არ არის აღმოჩენილი მსგავსი დარღვევები და დაუშვათ კანონის ამოქმედების შემდეგ თუ გაირკვევა, რომ ეს მოხდა ამოქმედებამდე, ჯარიმდებიან ძველი ტარიფებით თუ ახალი ტარიფებით დაჯარიმდებიან. ესე იგი, ბატონო ზვიად, მადლობა შეკითხვისთვის. ჩართული მაქვს, არის მე ის? ბატონო ზვიად, ესე იგი, მეორე შემთხვევაში ეკითხა, რომ როდესაც დარღვევა ჩაძენილია კოდექსის შეცვლილების ამოქმედებამდე, უბრალოდ არ არის აღმოჩენილი, ხო? ანუ ამ შემთხვევაში კი ბატონო, ეს განისაზღვრება ესე იგი ახალი დანაწესით და პირველი შეკითხვა რას ეხებოდა, უმეტესი შეგნებულად ხო? კი, ამ შემთხვევაშიც კი ბატონო, ამ შემთხვევაშიც უკვე ეს მაღალი თანხა იმოქმედებს, მაღალი ჯარიმა იმოქმედებს. ეს დარღვევა ჩაიდინა დაუშვათ და ხო? რო გასაგებია, ესე იგი დარღვევა ჩაიდინა მანამდე, ანუ ფაქტი მანამდე მოხდა, მაგრამ დაფიქსირება მოხდა კანონის შემდგომ. მოხდა დარღვევის შემდეგ. ხო, გავიგე. კი ბატონო, მადლობა. თუ არ არის მეტი შეკითხვა, რა თქმა უნდა, ჩვენ
ანუ ეს რეგულაცია ემსახურება იმას, რომ მინიმუმამდე თუ არა კიდე დამატებითი, ასე ვთქვათ, ერთგვარი შემაკავებელი პირობა იყოს ხშირ შემთხვევაში შეგნებულად დაშვებული დარღვევისა, როდესაც უღირს იმ გადასახადის გადახდა და ამ დარღვევით, ასე ვთქვათ, სამშენებლო საქმიანობის წარმოება. ყოველ შემთხვევაში, ეს პრაქტიკამ გვიჩვენა, რომ ასეთი რეგულაციის შემოტანა აუცილებელია. პრაქტიკა გვიჩვენებს იმასაც, რომ მომართვიანობა დიდია და შესაბამისი ადმინისტრირება გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული, რაც მეტწილად სწორედ ამ ხარჯების ანაზღაურებას მოხმარდება. ვინ არის მომხრე, გთხოვთ დაუჭიროთ ხარი. მადლობთ, გადაწყვეტილება მიღებული არის და მეორე საკითხი არის, უბრალოდ მეხუთე საკითხი, აგრეთვე პარლამენტის წევრთა საკანონმდებლო ინიციატივა საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევთა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მომხსენებელი აკაკი ალადაშვილი. გთხოვთ ბატონო აკაკი. ესე იგი, ასევე პირველი მოსმენით ბატონო თავმჯდომარე წარმოგიდგენთ კანონ პროექტს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევთა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ. წარმოდგენილი კანონ პროექტის შესაბამისად ამ კოდექსს ემატება ახალი 268 სეკუნდა მუხლი. ეს ცვლილება ეხება ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის საფუძველზე ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაცნობის წესს, ესე იგი მოგეხსენებათ, რომ მუნიციპალიტეტი ახორციელებს ამ კოდექსით გათვალისწინებული სამართალდარღვევებზე რეაგირებას და ამავე კოდექსით გათვალისწინებული საანქციის შეფარდებას. ხშირ შემთხვევაში სამართალდამრღვევი აღნიშნული საანქციის დაწესებული საანქციის გასაჩივრებას ახდენს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში. და იკვეთება შემთხვევები, როდესაც ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო არ აკმაყოფილებს საჩივარს და ტოვებს საანქციას ძალაში, ხოლო არსებული რედაქციით ვერ ხერხდება შემდგომში ამ გადაწყვეტილების ჩაბარება და შესაბამისად უკვე დაგისრებული საანქცია რჩება აღუსრულებელი. აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად არის აუცილებელი, რომ მივიღოთ შესაბამისი ცვლილება, კერძოდ ცვლილების თანახმად ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო სამართალდამრღვევის საქმეზე გადაწყვეტილებას უგზავნის სამართალდამრღვევს საჩივარში მითითებულ მისამართზე და იმ შემთხვევაში თუ სამართალდამრღვევი ან მისი ოჯახის წევრი, ქმედონარიანი ოჯახის წევრი უარს იტყვის ჩაბარებაზე, მაშინ პოსტის მიმტანი, ჯარიმის მიმტანი, ანუ აკეთებს აღნიშნულ ჩანაწერს საფოსტო ხუთზე და ეს ჩაითვლება ჩაბარებულად და მეორე შემთხვევაში თუ საერთოდ ვერ მოახერხეს აღნიშნული საფოსტო გზავნილის ჯარიმის გადაწყვეტილების ჩაბარება 30 დღის გაგზავნასთან ერთად, ანუ ესე იგი ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ასევე თავის გადაწყვეტილებას ბრძანებას ატვირთავს თავის ვებგვერდზე და თუ ვერ მოახერხეს ფიზიკურად ჩაბარება, ატვირთვიდან 30 დღეში ითვლება შესაბამისი გადაწყვეტილება ჩაბარებულად. მადლობა, ეს იყო მოკლედ რაც მინდოდა მეთქვა ამ კანონზე. შეკითხვა. კარგით, მაშინ ვინ არის მომხრე, გთხოვთ დაუჭიროთ ხარი. მადლობთ, გადაწყვეტილება მიღებულია. მადლობა. მადლობა ბატონი აკაკი და ბოლო მეექვსე საკითხი საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის სასესხო შეთანხმება. ჩვეულებრივი ოპერაციები, პროგრამა ადგილობრივ დონეზე, თანაბარი ხელმისაწვდომობის შესახებ სტანდარტის შესაბამისი clear წყალზე. მომხსენებელი გახლავთ ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე ბატონი გიორგი კაკაურიძე. გთხოვთ ბატონო გიორგი. დიდი მადლობა. მოგესალმებით, წარმოგიდგენთ აზიის განვითარების ბანკთან გაფორმებულ ახალ ხელშეკრულებას. მიმდინარე თვეში მოეწერა 3 ნოემბერს ხელი აღნიშნულა ხელშეკრულებას და ითვალისწინებს საქართველოს 200 მილიონი ევროს გამოყოფას და აღნიშნული ეს არის შედეგებზე დაფუძნებული სესხი, კერძოდ ჩვენ კონკრეტული შედეგების მიღწევის შემთხვევაში მივიღებთ გაწერილი თანხებს პროგრამის ფარგლებში გაწერილი თანხებს. რას მოხმარდება და რა შედეგებზე საუბარი, ეს არის სოფლებში წყალმომაგრების სისტემის
მის გაუმჯობესება, დაახლოებით 100-მდე სოფელში არის დაგეგმილი, რომ დამატებით მოხდეს წყალმომარაგების სისტემების გაუმჯობესება, 50,000-მდე ოჯახი, ანუ დაახლოებით 150,000-მდე პირზეა საუბარი, ვინც უნდა მიიღოს ახალი წყალმომარაგების სისტემის მეშვეობით სუფთა წყალი, ასე ვთქვათ, და ეს პროექტირებები უკვე მომდევნო წლის დაიწყება, მომდევნო წლის ბოლოსკენ უკვე შესაძლებელია ნაწილ სოფლებში სამუშაოებიც დაიწყოს და ჯამში არის დაგეგმილი 2030 წლის ბოლომდე, რომ ეს 200 მილიონი ევრო პლუს ჩვენი თანადაფინანსების ნაწილიც ჯამში 100 სოფელი 150,000-მდე ფიზიკური პირი და დაახლოებით 50,000 ოჯახმა მიიღოს დამატებით წყალმომარაგებაზე წვდომა. სესხის პირობებს რაც შეეხება 200 მილიონი ევრო 26 წლიანი სესხი და მათ შორის 11 წელი ნახევარი არის შეღავათიანი პერიოდი, საპროცენტო განაკვეთი იქნება დაფუძნებული ევრიბორზე და დაემატება 6-თვიანი ევრიბორს 0.8%-იანი მარჟა. ეს არის წარმოქმნილი ხელშეკრულების შინაარსი. განკარგველი იქნება ალბათ ინფრასტრუქტურის. დიახ, ინფრასტრუქტურის სამინისტრო წყლის კომპანია იქნება განმახორციელებელი პროექტის. კი ბატონო, მე მგონი საშურის საქმეა მხარი დაუჭიროთ. თუ გაქვთ კითხვა, სად რომელ რეგიონებს მოშეხვდება? რა თქმა უნდა, მხარს დაუჭერთ თავისთავად. რასაც გაიზიზამთ, ხო იცის? ხო, არა, მე მაინტერესებს რა იცით, რომ ეხლა ჩვენ ყოველწლიურად მუნიციპალიტეტებში დგება მომავალი წლის სტრატეგია და შესაბამისად რომელი სოფლის წყალმომარაგებით უზრუნველყოფის ბიუჯეტი აქვს დაუშვათ ადგილობრივ თვითმმართველობას თუ ეს იქნება რესპონდის ჩართულობით თუ წყალმომარაგების კომპანიას. ეხლა ეს 100 სოფელი ეხლა თან ისე რო გეთქვათ, რომ ზოგადად 100 სოფელი შეიძლება ჯერ არ იყოს განსაზღვრული, მაგრამ ვინაიდან მოსახლეობის რაოდენობით საუბრობთ, ალბათ უკვე განსაზღვრულია და ეხლა მე იმედი მქონდა, რომ ქალბატონი ზია გიორგობიანიც არის მომხსენებლად ამ საკითხზე. ალბათ უფრო ქალბატონ ზიასთან იქნება ეს კითხვა. მაგრამ თუ თქვენ გაქვთ ინფორმაცია, იქნებ გითხრათ, რომ განსაზღვრული არის თუ ამ 100 სოფელზე მომავალში იწყებს მუნიციპალიტეტები მუშაობას და გადაწყდება დაუშვათ მერე რა 100 სოფელზეა ლაპარაკი. მადლობა. დიდი მადლობა. მოგახსენებთ, ზოგადად კრიტერიუმები არის რამდენიმე, რის გამო როგორ უნდა შეირჩეს სოფელი, ერთი მოსახლეობის რაოდენობა არის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი, მეორე აუცილებლად ტექნიკურად რამდენად შესაძლებელია ამა თუ იმ სოფელში შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა, იქ დებეტის და ასე შემდეგ ბევრი ტექნიკური პირობაა და მესამე მზაობა დაერთებაზე სოფლის მხრიდან, იმიტომ რომ საკმაოდ ხშირად ხდება, რომ მზაობა არ არის, მერე მრიცხველების პრობლემა დგება და აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მრიცხველების ნაწილიც მოწესრიგდეს, გამომდინარე იქიდან, რომ სუფთა წყალი, რაც არის გაფეთრული შესაბამისი პროცედურებით გაურული წყალი, გაცილებით უფრო ძვირია, ვიდრე ხშირად სამწუხაროდ სოფლებში ხმარობენ და მორწყვის რეჟიმში არიან. ამიტომ ეს სამი კომპონენტი იქნება შერჩევის. ამ ეტაპზე შერჩეულია 59 სოფელი, რომლის პროექტირებაც დაგეგმილია მომდევნო წლს, უკვე რომ დაიწყოს პროექტირებები და დანარჩენი 51 სოფელი აი ამ კრიტერიუმების მიხედვით მოხდება შერჩევა. მოკლედ დელეგატებმა ვიმუშაოთ სოფლთან, რომ მათ ეს კრიტერიუმები და კი ბატონო, ხარს უჭერთ, განმეორებით ხარდაჭერა მიიღო ამ სესხმა. დიდი მადლობა. საკითხები ამოწურულია, გადაწყვეტილებები მიღებულია, კომიტეტის ხმა დასრულებულია.